ჩემას ვაფიქსირებ, აი, გადაიხეთ. დაბრუნდება ნიშა და ყველას მოგეთხოვებათ გასუხი. ყველას. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ხალხის პოლიტიკას, მე ვახოს ანაია ვარ. ის რაც ბელგიის ქალაქ ლიეჟში მოხდა, იყო თუ არა მცირე მოდელი იმისა, რაც მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე გველოდება. ანუ ელოდება თუ არა საზოგადოებას ისევ ტრადიციული არჩევანი წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებებს შორის. მოახერხებს თუ არა რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალა ამ წრის გარღვევას. რაც ბელგიაში ვნახეთ, ეს არაერთხელ გვინახავს საქართველოშიც, როცა დაპირისპირებული მხარეები ორი პოლუსი ერთმანეთს ხელისუფლებას ეცილება. ასეა უკვე 2012 წლიდან მოყოლებული ერთი მხრივ ქართული ოცნება, მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობა. შუა გაკრეფილია და გადამწყვეტ ფაქტორად ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ვერ ბრუნდება, საზღვარგარეთ ემიგრაციაში ეძებს დასაყრდენს და დისტანციურად ცდილობს პოზიციებისა და მხარდამჭერების შენარჩუნებას საქართველოში. თავის მხრივ ივანიშვილს საკუთარ პარტიაში აქვს გამოწვევები, გასამყარებელია ვერტიკალი და გასარკვევია ვინ რჩება და ვინ მიდის გუნდიდან. ეს ყველაფერი მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. რა შეიძლება მოხდეს არჩევნებზე, ან ივანიშვილი რჩება ხელისუფლებაში, ან სააკაშვილი ბრუნდება საქართველოში, ან რაღაც სხვა კონფიგურაცია, რომლის პროგნოზირება ახლა ბუნებრივია შეუძლებელია. დღევანდელი გადაცემა სწორედ ამ ორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს დაეთმობათ ერთმანეთის პირისპირ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. დებატები სულ რამდენიმე წუთში. ქართული პოლიტიკა საქართველოსა და საზღვრებს მიღმა. ლიეჟი და თბილისი, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. განადელებმა აწიეთ ხელი. ამერიკის გერმანელები სად არიან? სად არის ბელგიის ჯგუფი? სააკაშვილი ბელგიაში ემიგრანტებს ხვდება, ივანიშვილი პარტიაში ურთიერთობებს ალაგებს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი სტარტი ქართულ პოლიტიკაში. მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა ემიგრაციიდან საქართველოში დასაბრუნებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავდივართ საქართველოში. მაგრამ თუ დღეს სიტუაცია არ არის მზად, უახლოეს კვირეებში და თვეებში ჩვენ უნდა მოვამზადოთ, რომ არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. და ქართული ოცნების მზადება კიდევ ერთი ვადით დასარჩენად. გველოდება თუ არა 2020-შიც ორპოლუსიანი არჩევნები. დღეს ხალხის პოლიტიკაში პოლიტიკური დებატები ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. კიდევ ერთი კარავი დედაქალაქში. პროტესტი საპატრიარქოს კარსაც მიადგა. ციანიდის საქმის გამოძახილი. 2 წელი დეკანოს გიორგი მამალაძის დაკავებიდან. საპატრიარქოსა და ჯგუფებების მეშვეობით ესე ჩემიც უკანონო ციხეში, ამიტომაც ვითხოვ საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ დაუყოვნებლივ განათავსებულონ ჩემიც უკანონო პატიმრობიდან. ერთი კვირა დეკანოზის ძმა ღამეს საპატრიარქოსთან ათენებს. თორნიკე მამალაძე დღეს ხალხის პოლიტიკის სტუმარია საღამოს 8-ზე. რამდენჯერად შეეცდება ნაციონალური მოძრაობა თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოებას საკადრის პასუხს. თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენ დავეხმარებით. ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი, როგორც წარსულში გაუწია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ დასჭირდება ჩვენი დახმარება საზოგადოებას ამაში, რომ პასუხი გასცეს ნაცმოძრაობას, ჩვენ დავეხმარებით. ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო. მიდგომა არის მარტივი, რამდენჯერად შეეცდებიან თავის წამოწევა, საზოგადოებამ იმდენჯერ უნდა გასცეს პასუხი, ანუ იმ თავითვე უნდა იყოს რეაგირება. ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ჩვენ ვიწყებთ დებატებს ჩვენ სტუდიაში და წარმოგიდგენთ სტუმრებს სალომე სამადაშვილი. საღამოშვიდობისა ძალიან დიდი მადლობა. ზაქარია ქუცნაშვილი. მოგესალმებით. მურთა ზოდელავა და დიმიტრი ხუნდაძე.
მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ბატონ დიმიტრი, თქვენ მინდა დაგისვათ პირველი შეკითხვა. გთხოვოთ შეფასება იმის, რაც გუშინ ხდებოდა ბელგიის ქალაქ ლიეჟში. მე ახლა წავიკითხე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაც, რამდენჯერაც შეეცდებიან თავის წამოწევას, საზოგადოება იმდენჯერ გასცემს პასუხს. აი შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი შეფასება გუშინ რაც ხდებოდა ბელგიაში. ჩვენ გვინახავს არაერთი დაპირისპირება, თუნდაც უახლოეს წარსულში ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, მაგრამ საქართველოს საზღვრებს მიღმა რაღაც ახალი იყო ეს სურათი, რაც ვნახეთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. პირველ რიგში მომეცით მოგესალმოთ, მოგესალმო ჩვენს ოპონენტებსაც, დამწყე საზოგადოებას, თქვენ, ბახო. ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში არ არის უცხო ასეთი სცენები სამწუხაროდ და თქვენ ანონსში სწორად განაცხადეთ, რომ არაფერი ახალი არ ხდება, ჩვენ გვინახავს მიშა ამ როლში 2012 წლის არჩევნებამდეც, 2012 წლის არჩევნების შემდეგაც გახსოვთ, რომ ყოველ 3 თვეში თუ 6 თვეში თავის მომხრეებს შეძახილს უკეთებდა, რომ ჩვენ დავბრუნდებით, ისინი ვერ შეეგუენ ხელისუფლების ხელიდან გაშვებას, ვერ შეეგუენ საზოგადოების არჩევანს და ისინი სწორედ ამ ძალიან ყოველ 3 თვეში თუ 6 თვეში პირდებოდნენ, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ. ჩვენ ვნახეთ ეს შემდეგ კიევშიც, როცა იქიდან შეეცადა მიშა რომ გარკვეული პოლიტიკური საფუძველი მოემზადებინა თავისი თქვა ზრახვების განსახორციელებლად და იქიდან საქართველოში შემოწვა, მაგრამ ნახეთ იქრით ის დასრულდა. ეხლა ეს ასე თქვა არეული მისამართი აღმოჩნდა შუაგულ ევროპაში და მე ვფიქრობ აქ შტაბ-ბიჭდავი იყო ის რომ შუაგულ ევროპაში დემოკრატიის ეპიცენტრში მიშა იყო თავის ავტოკრატიული დემოკრატიის ფორმატში და თქვენ ნახეთ რომ ის ცდილობს რომ აიფაროს ფარად ჩვენი მოქალაქეები რომელიც უცხოეთში არიან მაგრამ ის ვერ იტანს საწინააღმდეგო აზრს ამიტომ თქვენ ნახეთ რომ დარბაში სადაც ადგილები საკმაოდ ჭარბად იყო ისე რომ ადგილობას ვერ იჩივლებდა იქ ვერავინ მაგრამ საწინააღმდეგო აზრებს მქონე ემიგრანტები იქ არ შეუშვეს და ისინი ხან სუსის აგენტებად მონათლეს ეს არის სწორედ ის სადაც მიშა ყოველთვის თავის დამანგრეველი ქარიზმით ფასადური მშენებლობის უკან თავის ზრახვებს ზოგჯერ მალავს, ზოგჯერ ვერ მალავს, მაგრამ დღეს უკვე ის აბსოლუტურად ღია და აქვე მინდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ეს იქ ჩვენ ნახეთ ასევე როდესაც რუსთავიორის კამერა იღებდა ქუჩაში ადამიანებს აი კამერებს და კამერებს თქვენ კოლეგებსაც მინდა ხუდები ვინ იყვნენ ეს ადამიანები თქვენ კოლეგებსაც მინდა ასე ვთქვათ აღნიშნვა როგორ ექცეოდნენ თქვენ გახსოვთ რომ იმედის ჟურნალისტები მოიხსენიეს საუგად რომ სამი ადამიანია წარმომადგენელი და ამათ იმედი არ უნდა ქონდეს ეს არის მიშას სიტყვები მე ვფიქრობ განსაკუთრებით იმედის მოხსენების დროს ნუ მინიმუმ რიდი მაინც უნდა ქონოდა წარსულს გულისხმობ მე იმედში ნიღბებით შეჭრა და შემდეგ მაგრამ დანარჩენი ტელევიზიებიც გარდა რუსთავი 2-ისა მოიხსენია მან საკმაოდ ესე იგი ფეიქ ტელევიზიებად ისე რომ მისთვის მიუღებელია საწინააღმდეგო აზრი მისთვის მიუღებელია თუ კი ვინმე მას ედავება უნდა ის უნდა იყოს ასე ვთქვათ კვარცხლბელზე მარტო და ის უნდა იყოს ასე ვთქვათ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი აზრებით და მას საწინააღმდეგოს არავინ არ უნდა უწევდეს ახლა თქვენს ოპონენტებსაც მოусმინოთ ქალბატონ სალომე ახლა თქვენი შეფასება მაინტერესებს გუშინდელი ფაქტის და შემდეგ ყველა სტუმარს ექნება თავისი აზრის გამოთქმის საშუალება მე მინდა ვთქვა რომ პირველ რიგში როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს ყოფილ ელჩს მათ შორის ბელგიაში ძალიან მწვენოდა როდესაც ვუყურებდი აი სამერცხინო კლოუნადას და პროვოკაციას, რომელიც მოაწყო ქართულმა ოცნებამ გუშინ ლიეჟში. რეალურად რასთან გვაქვს ჩვენ საქმე? საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის განდევნილი პოლიტიკური სივრციდან და ფიზიკურად განდევნილია ქვეყნიდან ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ. ის რომ არავინ სოფლიოში არ აღიარებს რომ მიხეილ სააკაშვილი არის რეალურად დამნაშავე კანონის წინაშე, მტკიცდება იმ ფაქტითაც რომ მას დღესაც ხვდებიან სიხარულით ევროპელი პოლიტიკოსები, მას ევროპის ცენტრში ეძლევა საკუთარი პოლიტიკურ მხარდამჭერებთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობები და სწორედ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვერ ასე ვთქვათ, ამოზირკვეს საბოლოოდ სააკაშვილი არსებობიდან ჩვენ ვნახეთ გუშინ ის რაც ვნახეთ ეს იყო ძალიან სამარცხვინო და სიმართლე რომ გითხრათ
ჩემთვის გაუგებარი, იმიტომ რომ აი რაღაცა პანიკური შიში აქვს, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არსებობს, იმიტომ რომ ჩემთვის გაუგებარია, რატო უნდა მიუვარდნენ დაორგანიზებული ზონდერ ჯგუფები, საქართველოსდან ჩასული არავინ არ იყო იქ, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა დაორგანიზებული ემიგრანტების ჯგუფებიც იყვნენ, მაგრამ საქართველოსდან ჩასული, მომზადებული იქ სპეციალურად მითი რა ქვია, ავტობუსებით მისული ადამიანები მივიდნენ, რომ ჩაეშალათ სააკაშვილის შეხვედრა საქართველოს მხარდამჭერებთან. ჩემთვის არის წარმოუდგენელი საერთოდ ვინ დაგეგმა ეს, იმიტომ რომ ეს იყო უზარმაზარი სირცხვილი დღევანდელი ხელისუფლების და დღევანდელი განცხადება ჩვენს ისტორიაში მე ვფიქრობ ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის ვინც ყავს ირაკლი კობახიძის ეს იყო პირდაპირ თვითაღიარებითი ჩვენება რომ დია ხელისუფლება მონაწილეობდა აი კლოუნადის მოწყობაში და მომავალშიც აპირებს გავსი მეთოდებით ებრძოლოს ოპოზიციაში ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა არ არის ახალი იმიტომ რომ ეს გვინახავს რა თქმა უნდა აქ მუდმივად არჩევნების პროცესში მაგრამ საკუთარი მე ვიტყოდი ყოველგვარ მორალს და კანონს, ასე ვთქვათ, ფარგლებს გასული ეს პოლიტიკა ოპოზიციასთან ბრძოლის. უკვე საერთაშორისო ასპარეზეც გაიტანა ხელისუფლებამ და ამის ნათელი მაგალითი ვნახეთ ჩვენ გუშინ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არავის არ აზიანებს გარდა ხელისუფლებისა, იმიტომ რომ ვფიქრობ, ნებისმიერი ქართველისთვის ძალიან შეურაცხყოფელი იყო იმის იყურება, რაც ჩვენ გუშინ აი რაში უნდა სჭირდებოდეს ხელისუფლებას, ვთქვათ, ამის გაკეთება, ხა რა სურათის თქვენ აღწერეთ და რასაც ხედავთ გუშინ. რაციონალურად ჩემთვის გაუგებარია, ეს აწყობს ჩვენ ვნახეთ, რომ იქ ასევე მობილიზებული იყო რუსული ტელევიზიები, იმიტომ რომ სწორედ მათ, ასე ვთქვათ, აწყობთ იმის ჩვენება, რომ სააკაშვილს თითქოს მხარდამჭერები არ ყავს და ის, რომ ოპოზიცია საქართველოში, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ასე ვთქვათ, ლიდერობის ქვეშ მყოფ ნაციონალურ მოძრაობას. საქართველოში ყავს უზარმაზარი, ასე ვთქვათ, რაოდენობით მხარდამჭერები, ეს დადასტურდა მათ შორის გასულ არჩევნებზე, სადაც მიუხედავად სრულიად უთანასწორო, ასე ვთქვათ, ბრძოლის ველის, მიუხედავად ყველანაირი კანონდარღვევის და იმის, რომ ეს იყო ყველაზე უარესი არჩევნები, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში ჩატარებულა, ჩვენ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაჩვენეთ, რომ ამ ქვეყანაში მილიონი ამომრჩეველი უჭერს მხარს სწორედ ოპოზიციას და მათ შორის საზღვარგარეთ ჩვენმა კანდიდატმა ძალიან დიდი დამაჯერებლობით გაიმარჯვა ყველა შესაბამის. კარგი, დიდი მადლობა ბატონ ზაქარია. აი პანიკური შიში ახსენა ქალბატონ სოლომემ სააკაშვილის მიმართ. აი ხელისუფლებას რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად სააკაშვილის მიმართ? აი პირადად თქვენ, რომელიც ხართ ხელისუფლებაში დღეს. აი როგორ აღიქვამთ როგორც პოლიტიკურ ფიგურას მიხეილ სააკაშვილს? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სტუმრებს, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნუ რთულია სააკაშვილი აღიქვა. და რთული აღიქვა არა იმის გამო, რომ თქვათ გენიალურ პოლიტიკოსთან გვაქვს საქმე, არამედ იმის გამო, რომ მისთვის პოლიტიკა იარაღია მისი ცხოვრების განსხვავებულ ეტაპებზე განსხვავებული მოქცევისათვის. თუ თქვათ შევარდნაძის გუნდის ქვეშ მისი ყოფნის მიზანი მდგომარეობდა გაძლიერებაში და შემდეგ აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებაში, დღეს რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება. რამენაირად პოლიტიკას ამოფარებული დაუძროს მართლმსაჯულებას და არ გასცეს იმ ხალხს კითხვებზე პასუხი, რომელ კითხვებიც პასუხს მოითხოვს. და თუ დააკვირდით, ის ხალხი ჩასული იყო იმ კითხვებზე პასუხის მოსაცემად, რაც ვერ მიიღეს მათ. და მიშა გაურბის ამ შეკითხვებზე პასუხს, გაურბის მართლმსაჯულებას, გაურბის ხალხთან პასუხის გაცემას, თორე თუ აღიარებთ ევროპაში თუ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას, თუ აღიარებთ შეკრების თავისუფლებას, რატომ არ უშვებ ხალხს დარბაზში? კიდევ უარეს კარებს რატო უკეტავ? კიდევ უარეს გას რატო ასხურებ თვალებში? და ამორალური რომელია ქავტონ თამარ გას რო ასხურებ თვალებში? თუ პლაკატი რო გიჭირავს ხელში და მობრო დამასარეთ შეხვედრა შეკითხვა დავსვა რომელი უფრო ამორალურია ამორალური არის ის საქციელი რომელიც პლაკატი დაიჭირო ხელში და დაუსვა შეკითხვა მე არ ვამართლებ არასდროს არანაირ ძალადობას არანაირ თავდასხმას და ძალიან ძიმე საყურებელი იყო ის მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თქვენს ხელისუფლებას ბელგიაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ვერ აიღებს ბელგიაზე აუცილებლად ჩვენ საერთაშორისო გამოძიებას ორგანოებმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე რომ ვინც იქ ჩასული იყვნენ თავზე
ცნობით შეიარაღებული და უარს აცხადებდნენ საკუთარი სახელის და გვარის გაცხადებაზე და აუცილებლად შევისწავლეთ ვინ იყო ეს ხალხი. შეერთებულ შტატებში მომიტინგეების დარბევა ერდოღანის დაცვის ყველა თანამშრომელი მისცეს პასუხისგებაში და პერსონა ნონ გრატებად გამოაცხადეს და მათ ამერიკის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვს. ფოტოშორის ერდოღანის შესაბამისად იგივე გააკეთა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გააკეთა იგივე მიშა, რომ დააკეთა ხალხი რაც მათი მმართველობის გაზი შეასხურა თვალებში ხალხს და ვნახეთ რამოდენიმე ადამიანი დაწითლებული თვალები. აი ის ხალხი ვინ იყო თქვენი აზრით კამერების დანახვაზე რო გარბოდა ლიეჟის ქუჩებში? არ ვიცი, მიშას მომხრეები იყო თუ ანტიმიშები იყო, ეს არ ვიცი, მაგრამ ზოგადად გაქცევა ეს მიშას და მისი მომხრეების სტილია. ზოგადად გაქცევა ეს მიშას და მისი მომხრეების სტილია. მაგათ უყვართ გაქცევა მიშა გაექცა ევრამეს, დღესაც გაექცეს მართლმსაჯულებას. აი ეს შეხვედრებზე თუმცა ჩემი გუშინ თქვა რომ ჩემი თვითმფრინავი რომ უნდა აფრენილიყო უკრაინიდან. ოლონეთისკენო საქართველოში აეროპორტები დაკეტეს რომ აქ არ ჩამოვეყვანეთო. ეს სააკაშვილის სიტყვებია. თავი ტრაგედია ქართული ოცნების არის იმაში, რომელიც პრინციპში გადაიზარდა უკვე მთელი ერის ტრაგედიად, რომ დღესაც ითვლიან სკამებს და რაოდენობას ადამიანების ვინ მივიდა შეხვედრაზე, რატომ მივიდა შეხვედრაზე. ახლა ის რო დაორგანიზებულია ხელისუფლების ეს ფაქტიურად აღიარა კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ ღიად, მაგრამ სამწუხაროდ ჩემო მეგობრებო, თქვენი კოლეგა, მე აქ თქვენთან რომ მოვდიოდი სტუდიაში, თქვენი კოლეგა ქართული ოცნების დეპუტატი კაკულია რადიო პალიტრაში თუ არ ვცდები, საუბრობდა იმაზე, ეხლა ზუსტად ნახევარი 1 საათის წინ, რომ პრინციპში აღიარა ის, რომ ეს არ გამორიცხა რომ ხელისუფლების გაკეთებულია და მან თქვა, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა. ამიტომ ეს თალსახად ასეა, ეს იყო უდიდესი შეცდომა. მე ვთვლი, რომ დიდი ტრაგედია არის ქართული ოცნების, რომელიც გადაიზარდა უკვე ქვეყნის ტრაგედიად ის, რომ დღესაც ითვლიან სკამებს, ვინ წავიდა, რამდენი ჩავიდა, რა შეკითხვები დაუსვეს, მაშინ როცა საზოგადოებაში, საქართველოში აქ არის უამრავი შეკითხვა და დაგროვილი ხელისუფლების მიმართ. მაშინ როდესაც ეს არის ქვეყანა, აქ არიან ახალგაზრდების სტუდიაში 57000 სტუდენტს აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი იმის გამო, რომ არ აქვს ფინანსები, რომ გააგრძელონ სწავლა. აქ საუბარია ქვეყანაზე, რომელშიც სტუდენტად ბავშვის გაზრდა, ესე იგი ამის თავარი მოცემულობა იყო. მე თქვენთვის არ გამიწვევინებია, ამიტომ ძალიან გთხოვთ რა. შეურაცხყოფა სხვა სააკაშვილი უხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტს საკუთარშვილის სწავლის სად მიდიხართ ხალხო, რაზე ვლაპარაკობთ? მე ვსაუბრობ იმაზე, რომ საქართველოში არის უმძიმესი საბანკო წნეხი, რომელიც არ გაუქმებულა, მათ შორის იმ თქვენი თაღლითური სქემით, რომელიც ვითომ 600,000 ადამიანს შეახეთ, წინამდვილეში ეს წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდა. წინამდვილეში დღეს ბანკებმა ფაქტიურად რამდენიმე სოციალური სეგმენტი მოწყვიტეს საბანკო წლომას, მათ თქვენ მიერ მიღებული კანონებით შეუწყდათ შესაძლებლობა ტაქსის ბრძოლებს პედაგოგებს, გადამზადების სფეროში არსებულ 10,000-ობით ადამიანს სოფდომა გაუწოდეთ. ბანკებთან რომ მათ მიიღონ და საჭირო სახსრები, თქვენ კიდევ უფრო მეტად გააძლიერეთ სოციალური წნეხი და ჩვენ საუბრობთ იმ ხალხთან, უნდა გავიწევათ. ანუ თქვენ ამბობთ რომ ასეთი პრობლემები გვაქვს და ამ დროს ბელგიაში სააკაშვილის ებრძვის ხელისუფლება. ვითარება არის, არა მარტო იმ ხრივ რომ ბელგიაში გააგზავნეს და იქაც დაძდევენ რაღაცა სკამებს და მიშას შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ. აქ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა პარლამენტში აგეთ ჩვენი კოლეგები სამუშაო ადგილზე კომიტეტში მოსმენა იაკერზაიას საქმის და იქაც 9 სკოლის დირექტორი მიიყვანეს. ეს ხო არის რაღაცა, არ ვიცი, როდინდელი ტრადიცია არის, რომ სფეროს დაუპირისპირო. იქ ემიგრანტებს თითქოს დაუპირისპირეს ემიგრანტები. აქ კერზაიას სკოლის დირექტორის საშინელ საქმეზე იყო მოკვლევა კომიტეტში, იყო მინისტრი განათლების და იქ მიიყვანეს 9 მე ეჭვმაქ რომ ისია 10 კაციანი იყო, რომელიღაც გმირი სკოლის დირექტორი ეთყობა არ მივიდა და მე მგონი უნდა ველოდოთ რომ ერთმას სკოლის დირექტორს გაათავისუფლებენ ამ დღეებში და მინდა საზოგადოებას რომ მივადევნოთ თვალი ამ პროცესს 9 სკოლის დირექტორი მიიყვანეს და გააკიცხიეს ოპოზიცია იქ ადამიანები რომლებმაც შეკითხვები დასვეს თუ რა მოხდა რატომ მოხდა აი ესე რაღაცა ერთსა და იმავე ხელწერას ხედავთ როგორც ამ შემთხვევაში ასევე ბელგიაში ეხლა ჩვენი კოლეგები თავაზობენ რომ დავთვალოთ სკამები ლიეში მერე დავთვალოთ სამართალს კიევის პოლიტიკაში ერთვებიან აქ მივხედოთ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ რომ ბელგიაში რაც მოხდა ამაში ხელისუფლების ხელი არ ურევია რომ იქ არავინ გაუგზავნია საქართველოს ხელისუფლებას ეს რა მე მინდა რომ ამ თემის გარშემო ვისაუბროთ შემიძლია განათლებაზეც ვისაუბროთ და სოციალურ თემატიკას მაგრამ მე ვხედავ ახლა თემიდან გაქცევას არა უბრალოდ შედარება მოიყვანა. აქ პრობლემაო და სხვაგანებია. ჩემი რჩევა იქნება თუ გაითვალისწინებთ, რომ თუ თემაზე მოვით რა თემად შევსაუბროთ, მის გარშემო და ამაზე ვსაუბრობთ, სწორედ პარალელი გაავლო. მოდით, კი ბატონო. მოდით ჩვენ ვისაუბრეთ რა იქ რა ხდებოდა. მხოლოდ არა რამდენი ადგილი იყო ცარიელი, კი ბატონო, ვეთანხმები და რამდენი იყო თქვა სავსე. მოდით ახლა ვისაუბროთ თვითონ ექს-პრეზიდენტი რა საუბრობდა და რითი დაიწყო საუბარი. ნუ ემიგრაციის თემა რადგან იყო იქ ბევრი
ტყუილი იყო და ზოგი სამწუხაროდ სისულელეც, მაგრამ მოდი დავიწყოთ იმ თემით, რაც უფრო მეტად შემხებლობაშია იქ რაც ხდებოდა. ანუ ემიგრანტები აიფარა ფარად და აგონებს საზოგადოებას, აი მე მისი ციტატა ამოვიდო, უფრო მეტი მოდიოდა ვიდრე მიდიოდა, ანუ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მე მსჯელობისთვის გადმოგცემდა, ეს არის საქსადიდან ამოღებული, ვახო, მეც ახლა ციფრებია ძალიან ბევრი, თუმცა არ გადაღლით ციფრები, უბრალოდ გაჩვენებთ, რომ 2002 წლის შემდეგ მართალია, რომ ჩამომსვლელთა რაოდენობა იზრდებოდა ნელ-ნელა, არც ისე შესამჩნევად, იმიტომ რომ გაჩნდა მოლოდინი, რომ ქვეყანაში ვითარება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს არ გამართლა ამას ციფრების მეტყველებს, დინამიკა არის აბსოლუტურად არა, ასე ვთქვათ, პოზიტიურად მზარდი და ემიგრანტების, ანუ გამსვლელთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად მატულობს. ანუ ჩვენ რომ უფრო გასაგებად გავიგოთ ახალგაზრდების გასაგებადაც ვიდა ვთქვა, ემიგრაციული სალდო, ანუ რას ნიშნავს? გამსვლელთა და შემომსვლელთა ბალანსი არის უარყოფითი თუ დადებითი. თქვენ გაადევნეთ თვალი. იმიგრაციული ბალანსი ზემაღალ ციფრებში იყო უარყოფითი 2002-დან მოყოლებული 2012 წლამდე ხედავთ რომ ბალანსი უარყოფითი იყო 20, 25, 30 და 35,000. ამის მიხედვით პიკი 2011 წელზე. კი ბატონო და 2013 წლის შემდეგ ბალანსი უარყოფითი არის -2006 და მაქსიმუმ -8000, ანუ 35,000 დავამთავრებთ თქვენ არ მიშლიდით? შეკითხვა. არა, ჯერ დამასრულებთ აზრი და მე არ დამისრულებ. რეგიონებში როდის გახვედრით? მე გაცნობებთ, როცა დავასრულებ და მაშინ დამისრულებ და გიპასუხებ პირობას გაზარიალებულ ქალაქებში. ანუ შეხედეთ უყურეთ, უფრო მეტი მიდიოდა ვიდრე მოდიოდა. ეს არის ყალბი ინფორმაცია, ეს არის ტყუილი აბსოლუტური და მე ვფიქრობ, პრეზიდენტი ეს იქნება ექს-პრეზიდენტი თუ მოქმედი, ის ტყუილს არ უნდა კადრულობდეს. და სხვა თემები კიდე, მაგალითად ვირუსით ადამიანები უფრო მეტი იღუპებიან დღეს და თქვენ გახსოვთ მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, როცა ყოველი მესამე და მეოთხე ადამიანი დაიღუპებოდა. ბატონო დიმიტრი, მიმართეთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უკაცრავად ახალგაზრდებს. კითხვა იყო, კი ბატონო, დააგითხროთ, დამისვით კითხვა და გიპასუხებთ. აბა გისმენთ. აი ხო და ის გეუბნებით პასუხად, რომ ეს სტატისტიკა არის თქვენი სტატისტიკა. არა, ეს საქსტატისაა, ჩემო კარგო. სტატი, რომელიც კონტროლდება პოლიტიკურად და ვერ მივახციეთ ჩვენ იმას, რომ საქსტატი იყოს პოლიტიკურად დამოუკიდებელი ორგანო და სწორედ ამიტომ არ არის სანდო მათი სტატისტიკა. კი ბატონო, 2010 წელს საერთო რაოდენობა მოსახლეობისა რამდენი დაითვალეთ, როცა არჩევნებს ატარებდით თქვენ? ბუჩაში გახსოვთ 5 მილიონი 400,000 და 2015 წელს გაჩატარდა საყოველთაო აღწერა აღმოჩნდა, რომ აი ეს ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები სულ იყო ქვეყანაში 3 წელი 700 მილიონი. მე მგონი ვერ შეხახდებით, იმიტომ რომ ეს ხარე უბრალოდ ამ სტატისტიკას ოილი ფარად არ უნდა აიფარო. დაიღალა ეს საზოგადოება, ასე ვთქვათ, ტყუილები დაცვამოძრაობის და თავარი პრობლემა რა შეეძლო? მიშამ ვერ გაიგო, რატომ უთხრა საზოგადოება მას უარი? და რატომ ეუბნება დღესაც დაცვამოძრაობას მათ შორის ერთად? რატომ ეუბნება უარს? ეს ვერ აღიქვა. სამხრავალი ადგილი ქალაქებში არის მეთადონის პროგრამის ოფისები. დარწმუნებული დაიცალა რეგიონებში. ზუსტი ინფორმაცია გაგვარა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გაუგზავნია. უარყოფთ მაგ სტატისტიკას? მე ვუარყოფ და მიგრაციის გახდეთ რეგიონებში. ქალაქებში. რეგიონები და რა ხდებათ რეგიონებში? დაპატიჟეთ. სადა ხართ ნამყოფი? ყველაზე ხალხმრავალი ადგილი რეგიონებში, ქალაქებში არის მეთადონის დარიგების ოფისები. დაცლილია რეგიონები, დაიცალა სამეგრელო, დაიცალა კახეთი, ხალხი გასულ უფრო მეტი მკვიდრი რეგიონის გურის სამეგრელოსი არის თურქეთში, პოლონეთში, ვინემ აქ საქართველოში. საცხოვრებლად მეუბნებით რომ მე დაუღალისებელი რეგიონალური პოლიტიკის კარგი, ძირფასი სტუმრები. ერთი წამი ძალიან ხო და დემოგრაფიის პოლიტიკაზე როცა მიშა რევოლუციური პროგრამა სოფლი გამორდებოდა, მაგას ჭირდებოდა რეალური საქმე. ამას გამუდმებით წლების განმავლობაში სოფელს აღორძინებდით. როდის იყავით ბოლოს სოფელში, სად მაჩვენეთ ერთი აღორძინებული სოფელი? ეს ვიყავი, მუხანში. შინდათ მეკითხეთ სად აღორძინდა ჩვენი სოფლები? იუსტიციაში არიან უფრო მეტი. მუხანში არის პოლონეთში არიან, იტალიაში არიან, საბერძნეთში არიან, მაგრამ კარგი, ბატონებო, ერთი წამი თუ შეიძლება. დიდი მადლობა. სკოლა არის სრულიად ახალი სკოლა. ბატონ დიმიტრი. ბატონ დიმიტრი, ჩემ შეკითხვას დაუბრუნდეთ თუ შეიძლება. დაუბრუნდეთ ჩემ ნებისმიერი სოფელი და კი ბატონო, დაპატიჟეთ, თქო ჩემ შეკითხვას დაუბრუნდეთ ახლა. აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ, სრული ინფორმაცია გაქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბელგიაში არ გაუგზავნია არავინ. იქ გარკვეული, ასე ვთქვათ, პროვოკაციის მოსაწყობად. აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ. პროვოკაციები არ ჩვევია ქართულ ოცნებას. ქართულ ოცნებას რომ პროვოკაციები და არჩევნების ძალადობრივი მეთოდებით ჩატარება ახასიათებდეს,
არ იქნებოდა ჭარბად მეორე ტურები, თქვენ გახსოვთ სააკაშვილის დროს ჩატარებული მეორე ტური, ან გახსოვთ არჩევნების დროს თავისუფალი არჩევანი? გახსოვთ? მე მაგალითად ექი მივიყავი იმ დროს, როცა პოლიტიკაში, მათი დამსახურებაა, როცა მოვედი პოლიტიკაში, თქვენი დამსახურებაა, მაგრამ როცა მე ვებულობდი მონაწილეობას არჩევნებში, წყალებში ლაპარაკობ, ძალადობის მეტი მე არაფერი მინახავს იქ. ამ ჩემი შეკითხვიდან, ამ ჩემი შეკითხვიდან მეორე შეკითხვა გამომდინარეობს და ამიტომ მკითხეთ. ანუ სრული ინფორმაცია გაქვთ, დარწმუნებული ხართ, რომ იქ არავინ გაუგზავნია საქართველოს ის რა სრული ინფორმაცია რომ მქონდეს და ამ ფორმით გიპასუხოთ თქვენ მაშინ ყველა პირი უნდა შევისწავლო მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ იქ უარი იყო ერთ რამეზე ნათქვამი რომ კითხვა დაესვა ადამიანს მაშინ თუ ემიგრანტებთან დაბრუნებას აპირებს მიშა მაშინ უნდა თქვას რომ საკუთარ თანამოაზრე ემიგრანტებთან და არა ემიგრანტებთან მან როგორც იქ ამოარჩია სავარძელო სხვათა შორის აპლობის მედეცინას თუ დააკვირდებოდ თვითონ მისი მომხრეების გაკურებულების რა ტიპის პრობლემაა ქართული ოცნებისთვის ეს სააკაშვილი კონკრეტულად სააკაშვილი გუში მე დავწმუნდი რომ სააკაშვილის პრობლემას აღარ წარმოადგენს სკამები მე სიმართლე გითხრათ ეხლა არგუმენტი დამასრულებთ ერთ არგუმენტი არ მკიცებულება ფიცილი არ გამოდგება მაგრამ ოჯახს მიცავ ვარ მე ნამდვილად დავინახე ის რომ მიშა საშიში აღარ არის თუმცა როგორც ექიმს ნამდვილად შემეცოდა და ამაში დათარგმნება გაგზავნეთ სუსის სპეცრაზმი იმაში ლიეჟში ხო ჯერთი მინდა გითხრათ რომ ლიეჟი და ბელგია არის ჩვენი მოკავშირე სახელმწიფო და ჩვენ ყველა კონვენციით თავარი კონვენციით გვეგზალება მათ ტერიტორიაზე უშიშროების ოპერაციების ჩატარება ანუ ჩვენ ხელისუფლებას და რა ოპერაცია ნახეთ მითხარით კაკადი რო აწი ადამიანი ეს ოპერაცია მაგაზე ეხლა მან დრო არა მითხარით მაინტერესებს ოპერაცია რა იყო მთელი საქართველო ხვდება იმას ოპერაცია რა იყო თქვენი ხელწერა არის მიჭრა თქვენი ხელწერა არის სავარაუდოდ გულისხმობს თვალთვალის ოპერაცია რა თქვენ აპროტესტებთ იმას რომ არსებობს გაერთიანებული ოპოზიცია თქვენ იმასაც ალბათ არ აღიარებთ თუ არა იმას რომ წააგეთ ყველა უბანი ევროპაში თუ ამასაც არ აღიარებთ აღიარებთ მურთას იმასაც ვაღიარებთ რომ პროკურორი ბრძანდებოდით როცა ოპერაციები ტარდებოდა ჩვენ სამშობლოში მე შემიძლია ოპერაციის შინაარსი თქვა თქვენ ეხლა თქვით უპასუხეთ ჩემს კოლეგას რა ოპერაცია ჩაატარეს მე არ გავუბივარ ჩემი მუშაობის პერიოდში პარლამენტში ჩვენთან ინტერვიუს არ მოსვლა მე პარლამენტში არ მაინტერესებს პროკურორებში ოპერაცია თქვით ოპერაციის შინაარსი რა ამაზე ვისაუბროთ მაგრამ შეკრებას დასწრება იქ ოპერაცია იმაში რომ გაგეკეთებია შეკრებას დასწრება ოპერაცია სპეცოპერაცია შეკრებას დასწრება გაგეკეთებიათ ექსკალაცია და შეკითხავნა ეს ახლა ხო გასაგებია სპეცოპერაცია ხო ორჯერ 2-4 არის რომ ხელისუფლებამ განახორციელა სხვა სუვერენული დასწრება უშიშროების ოპერაცია რომლითაც უნდა ჩაეშალათ მთავარი ოპონენტები როგორც თქვენ თulit თქვენი რიტორიკიდან საფტატის არჯერად თქვენი რიტორიკა მეჩვენებს ესაც ესე აღიქვა ოპერაცია ზედახიან დასწრება ჩვენ ხალხს დავეხმარებთ ხალხი არ დაეხმარა ივანიშვილს დაეხმარა ოპერაციას ივანიშვილს დაეხმარა ეს არის საქმე როცა ბატონებო დიდი მადლობა მაშინ თავარი თემები ქვეყანაში არის აბსოლუტურად სხვა თემები გაზი შეასხურეს სახეში კარგით გმადლობთ ბატონ ზაქარია თქვენ თვით რომ საერთოდ ვერ აღვიქვამო დასასრულად გაგზავნეთ ის ხალხი ბატონმა დიმიტრიევი და საშიში არ არის უკაცრავად ერთი წამით თუ შეიძლება ბატონ ზაქარიას მოусმინოთ თქვენ თქვით რომ ვერ აღვიქვამო სააკაშვილს საერთოდო ბატონმა დიმიტრიევი თქვა რომ არ არის საშიშიო მაგრამ ბოლო არჩევნებს თუ ავიღებთ თუნდაც და მის ოფიციალურ შედეგებს პოლიტიკური გაერთიანება რომელსაც წარმოადგენს სააკაშვილი არის მისი ლიდერი ერთ-ერთი კი ბატონო ასე ვთქვათ სოლიდური რაოდენობის ხმები მოაგროვა ანუ ხელისუფლება როგორ შეიძლება ვერ აღიქვამდეს მას როგორც კონკურენტს ან არ უფრთხოდეს მას როგორც პოლიტიკურ ოპონენტს როდესაც ამდენი ხმა აიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მიშას დაუჭირეთ მხარი ფიქრობთ თქვენი შეკითხვა იმის თაობაზე მიშას დაუჭირეს მხარი ფიქრობთ არა მე ვახსენე სწორედ ამიტომ გაერთიანებული ოპოზიცია რომლის ერთ-ერთი ლიდერი ნამდვილად არის თუ არა გამოკვეთილი ლიდერი ჩემმა მეგობარმა ბრძანა რომ ერთ-ერთში ამის გადათარგმნა არ შეიძლება კი გავიგე საქსტაც არ ვენდობით საარჩევნო შედეგებს არ ვენდობით მარტო მიშას ვენდობით კი ბატონო მაგრამ ერთ-ერთში ამის გადათარგმნა აღმოაჩენთ რომ ეს არის მეორე როდესაც მე ვსაუბრობ იმის თაობაზე რომ მიშას დღევანდელი მიზანია უკვე არსებობის პოლიტიკაში რომ მარცხაჯულებას გაექცეს ამას ვამბობ სწორედ იმის გამო რომ მას თუ სურდა როგორც გულწრფელი პოლიტიკოსი ყოფილიყო და ამ იმიჯით დაბრუნებულიყო ქართულ პოლიტიკაში მას კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა მან სკაიპით დაკითხვაზე უარი თქვა
საქართველოში სასამართლოს წარდგენაზე ხო ესე იგი მარგველაშვილი არ იყო უფლებამოსილება შესულიო 48 საათით ადრე გაფრინდა საქართველოსთან. კოორდინატორები გაუგზავნეს რომ ეს ოჯახი ყველაფერი დატოვა და 48 საათით ადრე გაფრინდა. ჯერ მარგველაშვილი არ იყო უფლებამოსილება შესული. ან თვითონ იყო მოქმედი პრეზიდენტი და კაცი რომელიც უგარბის და კაცი რომელიც უგაურბის პასუხისგებლობას. ის როგორ შეიძლება აღიქვა სერიოზულად ხო? მიუხედავად იმისა, რომ ციფრებში რა თქმა უნდა ის 900.000 ხმა არ არის მცირე ციფრი. და მათ შეძლეს აი ამ ფორმატში, გაერთიანებულ ფორმატში, ჩვენზე გაბრაზებული ამორჩევლის მიმხრობა პირველ ტურში. მათ შეძლეს ეს. და ჩვენზე იყო ამორჩეველი გაბრაზებული და ეხლაც არის გაბრაზებული. და გაბრაზებულია ახლა მხოლოდ თუ დღითი დღე იზრდება გაბრაზებული. ესაც ამნიშნავს იმას, რომ გაბრაზებული ამორჩეველი ვერ არჩევს ერთმანეთსაგან. მიშა პატრიოტი პოლიტიკოსია თუ ძალაუფლების მადევნელი პოლიტიკოსი მსოფლიო მასშტაბით. სერიოზული ფიგურა. ამდენ ლაპარაკობ, ბატონო შეა, კარგი, მე პატივსაცემ მურთას თქვენგან გაცხოვებით წამყვანს პასუხობ და თქვენ არ პასუხობთ კითხვაზე. მიგითხართ ოპერაცია რა არის და ვერ მიპასუხო ოპერაცია რა არის? არის. ნახევარი საათია საუბრობთ. სპეცოპერაცია რა არის? არ გვაინტერესებს სპეცოპერაცია რა არის? წარსულის პოლიტიკოსი არისო და ნუ ეწინააღმდეგებით ერთმანეთს თქვენ თავს გაბატონო სალომე გისმენთ. მე მგონი ჩვენს სცენელს მათ შორის ამ დარბაზშიც და ტელევიზიასთანაც აინტერესებს ის პრობლემები, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას შეეხება და ჩვენ არ უნდა ჩავიკეტოთ აი ამ რაღაცა წრეში, როდესაც ვიღაც კონკრეტულ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი არიან ისინი არა, მთავარი და ძირეული რაც არის. თქვენ წარმოადგენთ გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას. როდესაც საუბრობთ მართლმსაჯულებაზე, რომელ მართლმსაჯულებაზე საუბრობთ, როდესაც საკუთარი თქვენი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ გუნდიდან წასვლას აპირებენ, იმიტომ რომ სასამართლო სისტემა დღეს არის ქვეყანაში მართული თქვენი პოლიტიკური ძალის მიერ და თქვენ ახლა გინდათ, რომ უზენაესი სასამართლო გახადოთ ასევე თქვენი, ასე ვთქვათ, განამტკიცოთ როგორც პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტი. რომელ მართლმსაჯულებაზე საუბრობთ, რომლის წინაშეც უნდა წარსდგეს მიხეილ სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, როდესაც ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს და მართლმსაჯულება გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. რა ასე ვთქვათ სტატისტიკაზე გვესაუბრებით, როდესაც არსებობს ჩვეულებრივი მონაცემები, რომელიც ნებისმიერი ადამიანი, ვინც აქ ცხოვრობს, იცის, აი ახალგაზრდები არიან და ალბათ შეიძლება უკვე დაასრულეს სწავლა, ან შეიძლება არ დაუსრულებიათ. მე მყავს ყოფილი სტუდენტები, რომლებიც წავიდნენ, საზღვარგარეთ ისწავლეს, ჩამოვიდნენ, სამსახურს ვერავინ ვერ პოულობს ამ ქვეყანაში და ფიქრობს ისევ სად გაიქცეს. რა შემჭირდება თქვენი სტატისტიკა? მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ქართულ ხალხთან აქვს ურთიერთობა. არა, ტყუილები არ გჭირდება, დიახ, გაყალბებული სტატისტიკა არ გჭირდება. ის, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ იქნება, ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი გვაქვს ისეთი, რომ კიდე 100 წელიწადი დაგჭირდება, რომ ევროპის დაბალი მოსწრების აი მიშაზე არ არის საუბარი ბატონო დიმიტრი უკაცრავად, მაგრამ ამ ქვეყანას ჰქონდა ორნიშნიანი ეკონომიკური ზრდა თავის დროზე, რომელიც 2008 წლის სამხედრო აგრესიამ შეწყვიტა. ასე რომ გამოცდილება იმისი, რომ ქვეყანა შეიძლება უკეთესი ეკონომიკური შედეგები ჰქონდეს, სამუშაო ადგილების შექმნა შეეძლოს და რეფორმების გატარება შეეძლოს, დიახ, აქვს ამ ქვეყანას და მოგწონთ თქვენ თუ არ მოგწონთ. ამ ქვეყანაში რეფორმები ჩატარდა ერთადერთხელ და იმ ერთადერთხელ დიახ ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მე არ განვეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელიც ამბობს, რომ რომელიმე ერთი ადამიანის დამსახურება არის ან მიღწევა, ან წარუმატებლობა. გუნდი იყო შესაბამისი, რომელმაც ეს მოახერხა. თქვენ რეალურად გადახედეთ რა ხდება თქვენს გარშემო. პარლამენტში ვუსმინეთ მთელი დღე თქვენს განათლების მინისტრს. მთელი დღე ვუსმინეთ განათლების მინისტრს, მე დღემდე ვერ გავიგე. როგორ ვაპირებთ მოვაგვაროთ ის პრობლემა, რომ დღეს ჩვენ საქართველოში დაგვიდგა წერა კითხვის ცოდნა როგორც პრობლემა. გაეცანით, არსებობს მე თქვენ სტატისტიკას არ ვენდობი, თორე არსებობენ საერთაშორისო დიახ, საქსტატი თქვენია, პოლიტიკურად მართულია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ანუ ადამიანები ესე იგი რაოდენობა გაყალბებულია? საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს ვენდობი, რომელიც გვეუბნება ცოდნის პრობლემა, საშუალო სკოლა ვეღარ ასწავლის ხალხს წერა კითხვა. კარგი, დიდი მადლობა ქალბატონ სალომე. მოდის და ვერ ვიგებთ როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას. გასაგებია, ბატონო დიმიტრი. პრობლემი რაც ამ ხალხს აინტერესებს. თქვენთან მაქვს ახლა შეკითხვა, თუ ჩვენ გადავავლებთ ბოლო 7 წელს თვალყურს და არჩევნებს კონკრეტულად ადვილად იკითხება, რომ ქართული ოცნება ყოველთვის ეუბნებოდა გარდა დაპირებებისა მომრჩეველს, რომ აი მე თუ არ ვიქნები მოვა სააკაშვილი, მე თუ არ ვიქნები მოვა სააკაშვილი, სულ ეს იყო ყველა არჩევნები. ასე მოხდა ბოლო არჩევნების დროსაც, მეორე ტურის დროს განსაკუთრებით. აი თქვენ თავადაც ახსენეთ, რომ ამ მომრჩეველი ჩვენზე გაბრაზებულიაო.
აი რა სულით ამ გაბრაზებული ამ მომრჩევლისთვის ისევ 2020 წელს ჩვენ კვლავ მოვისმენთ რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მიშა მოვა ეს იქნება ისევ ხაზი თუ რაიმე შეიცვლება რეალურად და რა ნიშნებია იმისა რომ იცვლება რა ეხლა ის თქვენ ანონსში მე მოვისმინე რომ შუა გაკრეფილია და მე ეს არ მესიამოვნ რა თქმა უნდა არ არის ეს კარგი როცა ოპოზიციური ფლანგი არის ფაქტიურად ცარიელი და ასე ვთქვათ ოპოზიციური პორტფელი გდია ქუჩაში და ასევე ოპოზიციას ანუ ამ ფლანგს ავსებს მიშა ეხლა თქვენ მე მკითხეთ რომ ჩვენ გვაქვს ამდაგვარი ასე ვთქვათ პოზა რომ ამორჩეულს ვეღოთ მე თუ არ ვიქნები იქნება მიშა რატომ ეშინია მიშას მიშას ეშინია მიშასი რატომ ეშინია ანუ ჩვენ ვიყენებთ ამორჩეულს რატომ ეშინია მესმის მაგრამ არა დავთარებით ეს მუდმივად ასე იქნება თქვენ ასე ფიქრობთ რომ ეს კიდევ ერთხელ გაჭრის რა თქმა უნდა სანამ მიშა ამ ფორმით შეეცდება ავანტიურისტული ძალადობრივი და დამანგრეველი ქარიზმით შეეცდება პოლიტიკაში წევ დაბრუნებას და არ აქვს საზოგადოებას ღრმა ამნეზია. და სწორედ მე ეს თქვი რომ გუში რაც გამიკვირდა არ გამიკვირებია პრინციპში ეს მოლოდინი მქონდა. ანუ ეს კაცი თავის პარტიულ ასე ვთქვათ დაჯგუფებასთან ერთად ვერ მიხვდა რატომ ეუბნება უარს და მე ახლა დაგეხმარებით რატომ ეუბნება უარს. ის რომ კარგს უკეთესი ჯობია რა თქმა უნდა მაგრამ უარეს აღარ დაუბრუნდება საზოგადოება და ეს უარესი რა ვიდრე მიშა ასეთია თქვენ მანამდე ხართ ხელისუფლებაში ასე უნდა იყოს მაგრამ დავასრულებ ას აი რის ეშინია საზოგადოებას მე წამოვიგე არ მინდა გახსენება მაგრამ როცა მიშა თვითონ ამბობს რომ ის ამაყობს წარსულით ესე იგი წარმოიდგინეთ ვერ მიხვდა ვერაფერს აი ეს წარსული რა არის შეხედეთ პატიმართა რიცხვი ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და დემოგრაფიაზე როცა ვსაუბრობთ რეპროდუქციული ასაკი იყო აქ უდიდესი ციხეები თქვენ ალბათ უფრო ახლოს იყავით ამ ეს ბუმი ბატონო შეხედეთ 100 არა ეს არის პირობით მჟარდებულთა რიცხვი 40000-ზე მეტი ეს არის 2012 წელს საარჩევნო თასი ემზადებოდნენ რომ მიმულიყოლოდათ ეს არის ციხეებში წელიწადში გარდაცვლილი შეხედეთ 132 ყოველ 5 დღეში 2 გვამი გამოდიოდა შეხედეთ ეს მიშა ამბობდა გუშინ რომ ესე იგი მარიხუანას ლეგალიზაციას ვაპირებდით ჩვენ თქვენ იცით ჩემი მკაცრი დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკასთან თქვენ იცით მარიხუანასთან ჩემი ასე ვთქვათ პოზიცია მაგრამ შეხედეთ ესაც წინასაარჩევნო ეს არის 2011 წლის ბოლო და ეს არის პიკი 2012 წლის არის კოდეინის შემცველი პრეპარატების რაოდენობა იმპორტი ქვეყანაში 14.5 მილიონი ერთეული ეს არის ის პრეპარატი რომელიც ჭირდება ეგრეთ წოდებული ვინტი ჯეფი და კრაკაძის დასამზადებად 14.5 მილიონი ერთეულია და მხოლოდ 5000 ერთეულია სამედიცინო მოხმარებისათვის საჭირო. თუნდაც ამ სტატისტიკით ახალგაზრდების ხედავთ. კი, დაგასრულებთ უბრალოდ აქვე მაქვს შეკითხვა. თუნდაც ამ სტატისტიკით ზუსტად იმავეს ამბობთ, რაც წინა ყველა არჩევნების დროს. მიშა რა ცუდია, მე გეკითხებით, თქვენ რა გააკეთეთ კარგი? ჩვენ რა გავაკეთეთ კარგი? კი ბატონო. პირველ რიგში დღეს და სხვათა შორის ჯანდაცვასაც შეეხო და ნუ ტყუილების კასკადი იყო გამიგე თურმე ისე დღეშია ქართული ჯანდაცვა რომ საზღვარგარეთ გარბია თან უკიდურეს მდგომარეობაში პაციენტები მე შეგახსენებთ იპოთეკარების უდიდესი ნაწილი აი იმ ბედის მოზიარე ხდებოდა სწორედ იმის გამო რომ კლინიკაში ვერ შედიოდა ვერ მკურნალობდა დღეს კლინიკები სავსეა დღეს ქუჩაში ადამიანი უფლობის გამო არ იღუპება და თუნდაც წლების წაბალი ეჭირა ხელში და ასე манипуლირებდა ასე თქვა თემებზე რომელსაც манипуლირება ქმედება ჭირდება ჩვენ 10 მილიონიანი პროგრამა დღეს 20 მილიონზე გავზარდებთ. რომ ქრონიკული დაავადებებით მქონე პაციენტებს ეს მიეწოდოს. ტამიფლუზე იყო საუბარი, რა ქვია, ვირუსითო, ადამიანები იღუპებიან, დღესო კატასტროფა ხდებაო. მის დროს, თქვენი ხელისუფლების დროს, მინისტრი გამოვიდა და პირდებოდა ყოველი მესამე მეოთხე ადამიანი დაიღუპება, ხომ გახსოვთ ეს? თქვენ დროში ჩარჩენილი დღეს უკაცრავად შეურაცხყოფას თავი დაანებეთ. ამაში არაფერი შეურაცხყოფელი არ არის, იმიტომ რომ თქვენი აწუთიანი გამოსვლა მესმის თქვენი საუბრობთ ძალადობრივი წარსულის რაღაცა წარს მუდმივად წარსულზე საუბრობთ. ამიტომ თქვენი მაშინდელი პოზიციის, იმიტომ ეძახით 7 წელია ხელისუფლებაში ხართ, ჩემო კარგო. რამე გააქვთ თქვენი პოზიტიური, აი ამ ქაღალდის გარდა შეგიძლიათ რამე მაჩვენოთ. ძალიან ბევრი მე 7 წელია ხართ ხელისუფლებაში და მსჯელობთ 2012 წელზე ამიტომ საარჩევნო ოლქში აგერ გვისმენთ მაყურებლები მოუყვეთ რა მოუყევით რა გააკეთეთ პოზიტიური გაჩვენებთ და მე ერთად მოუყვეთ 7 წელია ხელისუფლებაში ხართ ლაპარაკობთ ისევ ის არის რაც იყო რატომ გეწყინათ მეუბნებით ხელისუფლებაში ჩარჩენილი მე უნდა გაჩვენოთ კი ამ მოგიყვეთ ადამიანო გისმენთ მართლა გულისყურით რომ რაც მეყრეს ეს ადამიანი რა გაგიკეთებიათ და საუბრობთ 2012 აი რა გააკეთეთ მაგალითად კონკრეტულად გაიდერესე კარგი ჯანდაცვაო თქვა ბატონო ვადიმე ჯანდაცვა
მუზეუმს მუზეუმი გავუკეთეთ. რომელიც ეხება თქვენ ეხება 9 მილიონი პერიოდს ახლა ვაკეთებ. შვიცრიას არის AES ფურცელი. სამოგიღიათ თან 53 ფურცელი, რომელიც ეხება წარსულს 11 წელს. სულ გაიგებება. კარგით, რეკლამის დრო გვაქვს ბატონო. ძალიან ძიმე წარსულია. ძალიან ძიმე წარსულია. 7 წელი ხელისუფლება. ამიტომაა, ვახურობ მეკითხება. რატომ ეშინია მისას? აიემის გამო ეშინია. გასაგებია თქვენი პოზიციები კი. მიხეილ სააკაშვილს ვაგერ აღმოვაჩინე ორი ადამიანი, რომელიც ბატონ მიშა თქვენ აბოდებთ ამა თქვენ იმ რომ ეჭვი მაქვს რომ ესენი რო იძინებენ თქვენზე ფიქრობენ, იმას ფიქრობენ, რა შეკითხვები დაასმევიან სუსის აგენტებს იქ თქვენთან შეხვედრაზე, ანუ აი მართლა საოცრება არის რა. კარგით, რეკლამის შემდეგ უნდა დავბრუნდეთ უბრალოდ ერთ ინფორმაციას მოგაწვით. თქვენს და საზოგადოებას. რაღაცა მიადექით რა სიზმრებს. აქ იყო ჩემი ყურებით ვისმენ, თქვენს ისმენ ჩემომაყურებლებო. აქ იყო ნახსენები. 40 წუთიანი საუბარი არის. იაკერზაია ახსენე თქვენგანმა და მინდა ეს ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას უკაცრავად შეიძლება. ძალიან რეკლამაზე უნდა გავიდეთ, მანამდე ერთი ინფორმაცია ყველასთვის საინტერესო იქნება. ბატონო ხელისუფლება მურთას უკაცრავად. ძალიან დიდი ბოდიში უბრალოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის უკაცრავად საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლის პირველი ნაწილი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიების პროცესი, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას. ეს არის პროკურატურის განცხადება იაკერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ანუ აღიძრა საქმე და ვნახოთ რა გაგრძელება იქნება. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, რამდენიმე წუთში განვაგრძობთ ჩვენს დებატებს, მათ შორის მოგვიწევს სასამართლო სისტემაზე საუბარი, რომელსაც გაკვირით შევეხეთ პირველ ნაწილში. დაგველოდეთ. კი ბატონო, ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენ უყურებთ ხალხის პოლიტიკას, სალომე სამადაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, მურთაზ ზოდელავა და დიმიტრი ხუნდაძე არიან ჩვენი სტუმრები. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ შევეხებით მართლმსაჯულების პრობლემებსაც, მანამდე პირველ ბლოკში ვერ მოვასწარით ბატონ ზაქარიას სურდა თქმა, რა გავაკეთეთ ამ თემაზე, ხო? თქვენ შეკითხვა დასვით და წინა შეკითხვა, რაზეც ჩემმა მეგობარმა პოლიტიკურად უპასუხა, რატომ ეშინია ხალხს მიშას, რატომ არ უნდა ხალხს რომ მიშა მოვიდეს და ეს რაც მანაჩვენა, სწორედ ამის მანიშნებელი იყო, რატომ არ უნდა ის მოვიდეს. ხა რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, რა გავაკეთეთ? ხელმისაწვდომი გავხადეთ განათლებას შეეხება განათლების სფერო. საბავშვო ბაღებიდან დაწყებული უფასო გავხადეთ. ყველა სკოლის მოსწავლეს, ყველა კლასის მოსწავლეს უფასო გავხადეთ სახელმწიფო რეგიონებში, ყველა სოფელს დაუნიშნეთ უფასო სასკოლო ავტობუსი, რომელიც სკოლა მდებარეობს 2 კილომეტრზე მეტ მანძილზე. უმაღლეს სასწავლებლებში 28 სპეციალობაზე უფასო გამოაცხადეთ სწავლა 28 სპეციალობაზე. აღვადგინეთ საერთო საცხოვრებლები უმაღლეს განათლების სისტემაში და 200 ნიჭიერ მოსწავლეს ყოველ წელს ვაფინანსებთ და უშვებთ ევროპაში ან ამერიკაში განათლების მისაღებად. სოფლის მეურნეობის სფეროში რეგიონები ახსნა ბატონ მურთაზე. გავანთავისუფლეთ გლეხები და ფერმერები 200 წლამდე მოგების და საშემოსავლო გაწევრებიდან შემოვიღეთ ეს პროგრამები როგორც არის აწარმოეს საქართველოში დანერგე მომავალი ანუ ერთი მეცხოველეობის მეორე მცენარეულების განვითარების მიმართულებით უფასო ვაქცინაციაზე გადავიყვანეთ ყველა საშინაო ცხოველრაც კი ჩვენ გლეხებს ყავთ ჩამოთვალეთ რატო შეიძლება ეს ცხოველი ეს არის თურქულზე აცრა ეს არის ბრუცელიოზზე აცრა და ყველაფერს ამას უცა 58 სიხდიდან თქვენი ხელისუფლების დროს ერთი სული საქონლის აცრას დღეს ჩვენი მოქალაქეები 7 წელი ამას უფასოდ იღებენ ბრავალს უზა იმ სამეგრელოში სოფლის მეურნეობის სფეროში ჩვენ მივიღეთ თითქოს როგორც არის აგრარული დახმარების თაობაზე და აგრარული კოოპერატივების თაობაზე და კოოპერატივის წევრებს უფასოდ ვაძლევთ მიწას, ვინც კი ამ კოოპერატივს გააკეთებს და 2 ხეთამდე ვაძლევთ ერთ სულ საქონელზე. მივიღეთ თის კანონი, რითაც თის კანონი, რითაც ჩვენ გავაჩინეთ სტიმული თაში შიდა მიგრაციული პროცესის შეჩერებისა. ეხლა საგარეო პოლიტიკაზე გადავიდე რა გავაკეთეთ? რა გავაკეთეთ? გადავიდეთ საგარეო პოლიტიკაში. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფერმერი იყო ჩვენს სახელმწიფოში. რამდენიმე კვირის წინ მან გააკეთა განცხადება, რომ არსებული პოლიტიკის პირობებში მას აღარ შეუძლია მისი ფერმის, ასე ვთქვათ, მუშაობა გახდა არარენტაბელური და უწევს შეცვლა, გადახალისება საკუთარი საქმიანობის. რატო ხდება?
რომ თქვენ აი ამ თქვენი არაჩვეულებრივი თქვენს მიერ აღწერილი ვითომ რეფორმების პირობებში ვინც წარმატებული იყო ის ფერმერებიც კი კოტრდებიან ის კი არა რომ ახალი დოვლათი იქნება ან ახალი წარმატება იქნება რატო ხდება ან რაღაცას არასწორად აკეთებთ ან საერთოდ არ აკეთებთ არაფერს და უბრალოდ ატყუებთ საზოგადოებას ყველაფერმა რაც თქვენ შეკითხვა ინფორმაცია და არ ვიცი რა მიზეზით გაკოტრდა ის ფერმერი ვინც თქვენ ახსენეთ მაგრამ გაკოტრება ეს არის საბაზრო ეკონომიკის ჯანსაღი პროცესი ეს არის ძალიან ჯანსაღი პროცესი მეურნეობა გაკოტრებულია ბატონ ზაქარია თავად რომ ხალხი ჩვენზე გაბრაზებულია ანუ ეს თუ გააკეთეთ ხალხის გაბრაზების მიზეზი რა არის ახლა თითქმის ყველა სფეროში ხო იმიტომ რომ როცა ჩვენ გავხსენით ევროპის საზღვრები და როცა დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე შეუძლია ივაჭროს ევროპასთან გადაადგილდეს ევროპაში არა მარტო თურქეთთან როგორც ამ დროს იყო მხოლოდ არამედ მთელ ევროპასთან ივაჭროს და გადაადგილდეს როცა ეს გავხსენით ხალხმა ბუნებრივია გაუჩნდა ბუნებრივი ბრაზის კვალობაზე გაუჩნდა ის სურვილი რა სურვილიც ადამიანურია თორე მურთაზოდელავას დროს ადეიშვილი დაწერილი გაიდლაინებით მართლმა ლიდერმაც აღიარა ბატონ ზაქარია სუდათა საქმეო და ერთი წელი მაცალე ერთი წელი მაცალე 4 წელიწადი მოუვდით ეს მიერ დატოვებული ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ევროპასთან და ვერაფერში ვერ იყენებთ. ჩამოთვალეთ. განათლება ახსენეს, სოფლის მეურნეობა რეგიონები. მე ბევრ სხვა სფეროში შეიძლება ჩამოთვალოთ რა გავაკეთოთ. ყველა დიდი გვირაბი ავაშენეთ, რაც საბჭოთა საქართველოს აშენებულა. ყველა დიდი გრძელი ხიდი ავაშენეთ, რაც კი აშენებულა საბჭოთა დაშლის შემდეგ საქართველოში. ყველა დიდი უამრავი მუზეუმი და ის აღვადგინეთ. გზები და ხიდები ვჭამოთო, გახსოვთ სააკაშვილის დროს იყო პოპულარული. მე სპარამეს ვამბობ. ადამიანები საქართველოში არიან სიღარიბეს ლაპარაკობ, სიღარიბეს და გაჭირვებას საუბრობ. რა თქმა უნდა, თუ სიღარიბეს და გაჭირვებას საუბრობთ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს დაძლეული არ არის. თუ თქვენ ოკუპაციაზე საუბრობთ, რა თქმა უნდა, ოკუპაცია დაძლეული არ არის. და ამაზე წელს რისთვის ითხოვთ, აი ეს მითხარი. ხო, გეხვეწები რა. არა, ემოციურად გადაცემის წაყვანის სურვილი რაციონალიზმიდან არ უნდა გაშოროთ. ერთი წელი თქვენ მე ხო არ ჩამოყალიბდი. რაღაც შეკითხვაში ჩამოყალიბდი. ან ის რა აქედან ერთი წელს რაში ითხოვთ, გეკითხებით. ანუ თქვენ თავადვე თქვით რომ ცუდათაა საქმეო მეორე ტურის წინ და ერთი წელი მოგვეცითო რისთვის ყოველი დარჩა ვაქცინაციის გარეშე ერთი სახეობის და ამის გასაკეთებლად ის არ ზოგადებთ ამ სიტუაციას და გინდათ ყველაფერს გადაასხათ ცივი წყალი ეს სწორი არ არის როცა ბატონო ბიზნესმა ეს ფრაზა იხმარა როცა ბატონო ბიზნესმა ეს ფრაზა იხმარა იმის გამო რომ გაიგო ხალხის სამდურავი რაში მდგომარეობდა და ხალხის სამდურავი მდგომარეობდა იმაში რომ ხალხს უფრო მეტი უნდა და ხალხს ეკუთვნის ეს უფრო მეტი. ამ უფრო მეტის მიღწევა ჭირდება შრომა, ჭირდება არამზადების და მოძალადების ჩამოშორება ყველა პროცესიდან. არამზადები და მოძალადები დარჩენ ქართულ პოლიტიკაში, მომავალი ქართულ ეკონომიკას არ ექნება. რატომ ბიზნესი კანკალებს. ბიზნესმენი როცა ხედავს რომ დღეს ვითომ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსი ისევ კადრობს იმას რომ გაზი შეასხას მოქალაქეებს, გამოხატვის თავისუფლების სანაცვლოდ ის ბიზნესმენი კანკალებს და იმას არ უნდა სააკაშვილის დაბრუნება და ესენი გამართლება უნდა. ოთარ პასკალაძის გამო ბატონო ჩემო ბიზნესმენი კუპატაძის რაზმის გამო განკალებს. მითი ისე გამოგონილი ეხლა ესა თქვენ ბატონის სააკაშვილის ვასკაცობა გამოგონილი. რამდენიმე რაზმი ოფიციალური რაზმი ყავთ რომელიც არავის არ უნახავს რა ქვია და შენი რაზმი მე ჩამოვთვლი და გუნახია კიდევ ეს არის თქვენივე მინისტრი თქვენივე კოლეგა რაზმი არავის არ უნახავს რომ ჩამწვლიეს ეგა მითი იყო ბატონო ჩემო ბატონო საკარია ჩემთხვევით თქვენ კოლეგას ხوار ჩამწვლებია იმაში რა ქვია სარდაფში თქვენივე მინისტრი და თვითონ არა ეს ჩამწვლიეს ეს ვინ არის იცნობთ ოთარ პასკალაძეს თუ არ არსებობს ეგეთი არ თვით რომ მაგ პიროვნებას და თქვენ იცნობთ ალბათ ეგეთ ხალხს თუ არიან არის ბარცმე მაგრამ თქვენ არის გაჩერდი მაშინ რა თქვენ არიცნობთ არცეთ პრობლემას რომელიც არის ქვეყანაში და გესაუბრებით იმაზე რომ რაღაცა ტურის და ძროხის ვაქცინაცია გააკეთეთ ჩემო კარგო თქვენ არიცნობთ რეგიონს შეგავაკეთეთ ჩამოთვალო ჩემო კარგო მე გეტყვით ერთ ჩამოთვალო გავაუქმეთ ადეიშვილის გაიდლაინები და პროკურატურის სასამართლოს თავისუფლება კარგი აი სასამართლოს მივადეთ ადამიანი აღარ დარჩა გავაუქმეთ ვაქცინაციაზე მოსაუბრეთ მოქალაქეებს დაუდურებით გავაუქმეთ დახურული სასამართლო დარბაზის კარები და გავაღეთ გავაუქმეთ სასამართლო და შემოიყვეთ ხარო საგამოძე მოგენდა სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენივე პარტიის დამფუძნებლებიც კი გიპირისპირდებიან და ის ადამიანები სასამართლო და იმიტომ ის ადამიანები რომლებიც 2014 სასამართლო არ იყო საქართველოს თუ თქვენ გონიათ სასამართლო იყო ვიცი რაც იყო არ იყო ეხლა იბადებოდა იბადება ძალიან რთულად იმიტომ რომ ჩვენც კამათობთ მეგობრებო ჩვენც კამათობთ
იმაზე, როგორ დაიბადო და იყო სასამართლო? არ იყო. როგორი სასამართლო დაიბადო? ბატონო ზაქრო, აი ამ შობიარობას ამაზე ვსაუბრობ. ხალხი არის გაღატაკებული და გაუბედურებული და უმუშევრად არის დარჩენილი არა დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობის არის უმუშევარი. ეხლა მაცალეთ, იმიტომ რომ გიხსნათ თქვენ დემაგოგიას და ხუილებს უსმენთ ძალიან დიდხანს. ახლა ცოტა ხანი მაცალეთ საუბარი. რომ განათლება უფასო გახდა საქართველოს ეხლა მომისმინე რა ხდება რეალურად. უფასოა საქართველოს წვრილია? წვრილი და საშუალო ბიზნესი, რომელმაც უნდა შექმნას. ჯანდაცვაზე გეტყვით თუნება, ჯანდაცვაზე გეტყვით რომ მიდის გეუბნები ფაქტს გეუბნები რომ როდესაც თქვენი კორუმპირებული კალაძე რომელიც აღმოჩნდა რომ კორუმპირებული არა სხვა თემაზე არ გადავდივარ იმიტომ რომ იმის არის უფასო საქართველოში განათლება იყო მაშ მანამდე უფასო თქვენ არ გაგიხსიათ უფასო საშუალო განათლება ოღონდ განათლებას ვეღარ აძლევს განათლებას არ აძლევს უფასოდ გაუნათლებლად სწოვებთ ადამიანებს 52000 ადამიანი არის შეწყვეტილი სტატუსი რის გამო არის შეწყვეტილი გაუნათლებლობა და არა განათლება უფასო განათლებაზე მელაპარაკეთ 57000 სტუდენტი ვერ ახერხებს რომ გაუნათლებელი ხალხი დიახ უსახსრობის გამო ადამიანი რა უფასო განათლებაზე მელაპარაკეთ რომ გაუნათლებელი დატოვოთ ეხლა თუ შეიძლება რა სოციალურ თემატიკაზე ასრულებს კალბატონის სალომე შემდეგ დავასრულებ იმიტომ რომ ეხლა ამ გადაცემას უყურებენ ადამიანები რომლებსაც აქვთ მცირე და საშუალო ბიზნესი შეიძლება ამ დარბაზშიც არიან ესეთი ადამიანები ამ ადამიანებს დღეიდან თუ გუშინდან თუ როცა მოხდა რამდენიმე კვირის წინ გაუჩნდათ ორი მნიშვნელოვანი დამატებითი პრობლემა. ერთი ეს არის ეს გაუგებარი საპენსიო სქემა, რომელიც არის აფიორა ნამდვილი, რომ თქვენ ხელთ ჩაიგდოთ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული საკუთარი მახინაციების განსახორციელებლად და ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა მცირე და საშუალო ბიზნესს და მეორე ამ ხალხს გაუძვირდა გაზი. და ეხლა აღმოჩნდა რომ გაზი თბილისში იმიტომ გაძვირდა რომ როგორც აღმოჩნდა ბატონმა კალაძემ და მისმა მეგობრებმა უფასოდ ჩაიგდეს ხელში თბილისის გაზის დისტრიბუციის სისტემა და ჩვენი ჯიბიდან იღებენ ფულს რომელიც უნდა გადაეხადათ შესაბამისად ყაზახური კომპანიისთვის ეს არის თქვენი მთავრობის ნამდვილი სახე ეს არის რატო დაიხურება ამ ქვეყანაში უახლოეს თვეებში დაიხურება საშუალო და წვრილი ბიზნესი და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი. თქვენი მე ვარ ქართველი ხალხის წარმომადგენელი ბატონო ზაქარია მე პარლამენტში საკუთარი და საკუთარი ოჯახის ბიზნეს ინტერესებს არ ვიცავ თქვენსავე. წარმომადგენლობა იმაში გამოიხატება რომ თქვენს პირობებში რა უნდა მივიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და პარლამენტში მიშას პირობებში ჩემი დამსახურება არის რომ საქართველოს მათ შორის ჩემი დამსახურება არის საქართველოს უჩა მამასაშვილი არის ბიზნესის დირიჟორი საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დიახ ბატონო ზაქარია მე ვიყავი ელჩიც იყო ჩემი ინიციატივით დაიწყო ეს საკითხები ბატონო დიახ ბოდიში უნდა მოიხადოს ძალიან ბევრი ჩემს წინაშე და ნაციონალური მოძრაობის ყველა ბევრი სხვა წარმომადგენლის წინაშე, იმიტომ რომ თქვენ მთელი ცხოვრება ხართ დაკავებული საკუთარი ბიზნეს ინტერესებით ლობირებით. კორუმპირებული არაპროფესიონალი და უბიცი ხალხი, რომელიც ევროპასთან და დატოვეთ ქართველი ხალხი ყველა თაობამ და ყველა ხელისუფლებამ შეიტანა თავისი თქვენმა ხელისუფლებამაც, წინამაც, იმის წინამაც. ბატონ მურთას. ძალიან მარტივად არის საქმე, სამწუხაროდ ეს არ არის თვითონ მოცემულობა არ არის მარტივი, იმიტომ რომ დღეს ჩვენ კოლეგები გვესაუბრებიან უფასო განათლებაზე, მაშინ როდესაც ეს ციფრები არ არის ციდამოტანილი ციფრები, ეს არის 57000 სტუდენტი, რომელსაც თუ გაიგეთ, უნდა დაკავდეთ ამით, ბატონო ჩემო, უნდა დაკავდეთ ამ პრობლემას. ცხოველების აცრაზე კი არ უნდა გველაპარაკოთ ამის პარალელურად. და ლიეშის კამები კი არ უნდა თვალოთ, არა? 270000 ადამიანი არის ვალაუალთა სიაში და თქვენ გვესაუბრებით ითვლით სკამებს ლიეში. გესმით რა შეა პრობლემა? იქაც იგივე თემაზე მილიონამდე ადამიანი ქვეყნიდან გავიდა და თქვენ საუბრობთ იმაზე რომ თითქოს ბიზნესი არის თავისუფალი მაშინ როდესაც ყველა თქვენთაგანმა ყველა ამ დარბაზში მშრომმა ყველა ადამიანმა ძალიან კარგად იცის რომ უჩა მამაცაშვილი ბიზნეს დეიდაშვილი არის ბიზნესის დირიჟორი დიდი ბიზნესის, წვრილი ბიზნესებისთვის, საშუალო ბიზნესებისთვის სხვა ადამიანები არიან, მაგრამ მსხვილი ბიზნესის საერთო დირიჟორი არის უჩა მამაცაშვილი და მათ ყოფნით უტიფრობა რომ გვესაუბრონ ბიზნესი არის თავისუფალი და ამ პარალელურად თვალონ სკამები ლიეში. მაშინ როდესაც
უამრავი ბავშვი არის შიმშილის ზღვარზე. თქვენ მეუბნებით იმაზე, რომ ქვეყანა არის ყველაფერი კარგად გაქვთ, თქვენ რაღაცა ფურცელს აი ამ ციფრებს ეკნობით, რომ ცხინვალედ არის საქმე და კვლავ საუბრობთ იმაზე, რომ არა მე რა ყველაზე მეტად რამ გამაკვირვა იცით? მართლა გულწრფელად გეუბნებით რა. გეუბნები რომ ოკუპაცია დაძლეული არ არის. ხახნო თქვენ მეორე ვადით ახლა პარლამენტში ყველაფერი არის დაძლეული შიმშილიც და სიღარიბეც და ეს საკმარისია. ის კი არა მაქვს რაღაცა განდიდების მანია, მაგრამ მაინც ესე არ ამბობ რომ შენობის ვალარეთ. თქვენი მიდგომა რა. მე რამდენი ვადი მე რამდენი ვადი ახლა პარლამენტში. ბატონო ზაკრო და გაჩერდე. ბატონო ზაკრო საქმე რომ არავის სხვა ჩვენ არ გაიგებს. ბატონო ზაკრო მეორე ვადით ახლა უკვე პარლამენტში. და მე მეუბნებით იმას რომ რატო მეუბნებიო პრობლემებს. რისთვის ახართ პარლამენტში ბატონო ჩემო? რისთვის ზარდებით? საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის ის არის და მამამისის ბიზნესის ლობირებისთვის. რომელი ბრძოლოს ამ პრობლემის გაწყვეტ. მე რო უთხარი ქავტო სამამ ზალაკეთებენ. თქვენ რატო ხართ დაკავებული მიეშის კამების დაწური ვარო? ეს არის თქვენი საქმე. პრობლემების გაწყვეტის ერთი მაგალითი მომიტანეთ რაც ისი მაგალითი მოგიტანოთ? რაც მოგიტანეთ პარლამენტში. აი ისი მაგალითი მოგიტანოთ ბატონო ჩემო? ერთი კანონპროექტი დამსახელი რაც მოგიტანეთ პარლამენტში. კარგით უპასუხეთ და შემდეგ ბატონი დიმიტრი თქვენ უპასუხეთ. ეთყობა ძალიან დაბნეული ხართ ცხოვრებაში და ახლა მე უნდა დაგაკვალიათოთ თქვენ და აგიხსნათ თქვენ ცხოვრებაში რა ხდება. არა ეს საკითხი უნდა ამოვწუროთ. თქვენ გაქვთ კოგნიტიური დისონანსი. თქვენ ვერ ხვდებით რომ თქვენ ხართ უმრავლესობის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და უკვე მე-7 წელიწადია პასუხისმგებელი ბრძანდებით ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ამიტომ ქართული ხალხისთვის რა გაგიკეთებიათო, რო კითხულობთ, საკუთარ თავს უნდა მოკითხოთ ბატონო ზაქარია, იმიტომ რომ მე ჩვენ პარლამენტში გვაქვს 6 ხმა. მაგალითად მე ინიცირება გავუკეთე კანონს, რომლითაც სურს რომ დავიცვა ქართველების უფლება იმუშაონ საკუთარ ქვეყანაში და სახელმწიფოში. თუმცა თქვენმა უმრავლესობა გაკეთებული მიმდინარეობს ამის განხილვა. მაგრამ თქვენ ამ კანონს არ მიიღებთ. მე მაგალითისთვის მოგეხსენეთ ერთ-ერთი მაგალითი. ბატონო ზაქარია, კიდევ ერთხელ გიმეორებ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა 7 წელია. თქვენ კოგნიტიური დისონანსი გაქვთ ბატონო ჩემო. კოგნიტიური დისონანსი შეგიძლია დაგუგლოთ თუ არ გესმით რა არის. საკუთარი ადგილის ცხოვრებაში ვერ გაგიგებთ. უმრავლესობის წარმომადგენელი ქართულ ხალხმა იცით რატო აგირჩიათ რომ საკუთარი არა თქვენ ხართ საკუთარი თავის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ბატონ დიმიტრის საკუთარი ოჯახის ბიზნეს ლობისტი ხართ. ამაში არის უბედურება. დამთავრეთ. დავამთავრეთ. მე მგონი ხალხმა უკვე მოისმინა ბატონი ზაქარიასგან სიბრძნეები და დარწმუნდა რომ ბრძენი წარმომადგენელი მიკროფონი ბრძანეთ სიჩუმეა. ეხლა მე შევეცდები რომ ნათელი მოფინო იმ პრობლემებს რაც არის და ასევე დავაფიქსირო რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვართ პასუხისმგებელი პოლიტიკურ პროცესების და ასევე სოციალურ თუ ჯანდაცვად თუ სოფლის მეურნეობად თუ ამ შემდეგ ჩვენ სულაც არ ვართ თვითკმაყოფილებით ასე ვთქვათ მოხიბლული და რა თქმა უნდა საზოგადოება რომ ამბობს გაბრაზებული უნდა იყოს კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ როცა ქვეყანაში არის 450.000 სოციალ დაუცე როცა ქვეყანაში არის 300.000-მდე დევნილი და მინდა გითხრათ რომ 2008-ში კიდე დაემატა აღარ გადავწყვეტები ხა ძველ ამბებს მაგრამ შეხედათ სიღარიბეზე როცა ვსაუბრობთ მინდა აბსოლუტურად მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ ხშირად რა თქმა უნდა არა მხოლოდ რუსთავი 2-ზე არამედ სხვაგანაც თითქოს სიღარიბე არის ბევრად იმაზე უარესი ვიდრე იყო ბატონების ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მინდა გითხრათ აბსოლუტურად გამოვიყენო მსოფლიო ბანკის მონაცემი და არა ვთქვათ ჩვენი ჭყალებს საქსტატის და ვთქვათ რა ჩემი ოჯახის წევრების დათვლა მსოფლიო ბანკის მონაცემით 2012 წელთან შედარებით 2015 წელს სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა ქვეყანაში 14%-ით 2015 წელთან შედარებით. კი, მომისმენთ და მე გაიყიმეთ. ეს გასაღები თემა არ არის. 2015 წელს წლიდან დღემდე გაიზარდა სიღარიბე 7%-ით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ამას თავის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა, მაგრამ 2012 წელთან შედარებით, როცა მიშა თავის წარსულით, ასე ვთქვათ, ზეიმობს, იმასთან შედარებით სიღარიბე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემაა დღესაც უკეთესია მდგომარეობა ვიდრე მანამდე იყო. ეხლა როცა მიხეილ სააკაშვილი საუბრობს რომ ქვეყანაში არის ერის აქტიური დაბერების პროცესი და სულ 2-3 წელიწადში უფრო მეტი პენსიონერი მეყოლება ვიდრე დღეს არის ეს არ არის არც მიშას ხელისუფლების ბრალი. ან ამდენი არ იცის, ან უფრო მეტად იცის ალბათ, მაგრამ ამ თემას იყენებს სავაჭროდ, ამას ვაჭრობა ქვია. არც ამ ხელისუფლების ბრალია, იმიტომ რომ ამას აქვს თავის მიზეზები და გეტყვით ძალიან მოკლედ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო ქვეყანაში ყველაზე დიდი შობადობა. და სწორედ მას შემდეგ ეს ასე ვთქვათ მოქალაქეების ეს ჯგუფი, ეს ასაკობრივი სეგმენტი შედის დაბერების ფაზაში. მაგრამ ამას ჭირდება რა თქმა უნდა შობადობის სტაბილიზაცია, ეს არის დემოგრაფიული პოლიტიკის ანი და ბანი, მაგრამ ეხლა მოდით გავაერთიანებ რა გავაკეთეთ ამისათვის და კონკრეტულად აი ვიდრე მაგაზე გადავაკეთეთ. კი, ბატონ დიმიტრი, ერთ რაღაც ახლავე მოგცემთ, ოღონდ ერთ რაღაცას გეტყვით, ჩვენ დაუსრულებლად შეიძლება სტატისტიკაზე. ერთ წუთში დავამთავრებ მაშინ. კი, ოღონდ შეკითხვა მაქვს თქვენთან, უფრო სწორად რეპლიკა მაქვს. დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ სტატისტიკაზე. რაღაცებს მოუძებნოთ ახსნა, მაგრამ მარტივად შემიძლია გითხრათ, რატომ არის ხალხი გაბრაზებული. აი რასაც ახლა აქ ვარჩევთ. აი თუ აიღებთ 2012 წლის არჩევნების წინ რა დაპირებებსაც აძლევდით ამ ხალხს და გადავახვევთ ახლა ამ კადრებს და მოусმენთ ამ დაპირებებს 17-ში ამას თუ ავიღებთ და ერთ ხარეს დავდებთ და შევადარებთ რეალობას ძალიან მარტივად გავარკვევთ რატო ეს ხალხი გაბრაზებული იმიტომ რომ ის დაპირებები არ შესრულებულა ის დაპირებები რასაც ეუბნებოდით 2012 წლის დაპირებები ეხლა მე შემიძლია დავასრულო ხშირად მუშაობ არქივში და ვიცი სატელევიზიო არქივი ყველაფერს მე შემიძლია დავასრულო ეს არის მიზეზი რა თქმა უნდა ყველაფერზე რაც გავაკეთე ამას კიდე ცალკე გადაცემა დაჭირდება მაგრამ რა თქმა უნდა ეს გაკეთებული არ არის საკმარისი იმისათვის რომ ქვეყანაში არსებული სოციალური ვითარება და სხვა პრობლემები იქნას აღმოფხვრილი მაგრამ იგივე როცა საპენსიო რეფორმაზე რა დაარქვით მაგ სპეკულაციური ხო? საპენსიო რეფორმას ქვეყნებს რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები ეს არის გარდაუვალი დემოგრაფიული პროცესი ეს აქტიური დაფერების და ერთ-ერთი გამოსავალი თუ არა ერთადერთი არის დაგროვებით საპენსიო რეფორმა ეს იყო იაპონიაშიც ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანაში სადაც არის დემოგრაფიული პრობლემები. ეხლა რას ვაკეთებთ იმისათვის და აქვე გავაერთიანებ, რადგან ასე ვთქვათ, მიზნობრივი გახდა შეკითხვა, რომ თქვენ რა გააკეთეთო? მე ამ კუთხით ჩამოვთვლი ეხლა, ვთქვათ, რა გავაკეთეთ ჩვენ დემოგრაფიული თვალსაზრისით. რაც 90-იანი წლების შემდეგ არ გაკეთებულა. მაგალითად ის რომ დაბერებას რომ საუბრობთ, ამას ნიანგისრებლები კი აჭირდება, ამას ჭირდება რეალური საქმე. პროგრამები, საკანონმდებლო ინიციატივები. მაგალითად ის რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შობიარების პროგრამა შემოვიტანეთ და ერთ-ერთი მონაწილე ამ პროგრამის შექმნის მე გახლავართ. თუ ტრაბახში არ ჩამით, დეკრეტული შემოულებები გავზარდეთ. ესაც იმიტომ რომ ბავშვი დედასთან იყოს უფრო მეტხანს ვიდრე ეს არის. ეს იყო ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, მაგრამ მათ ფეხი ამოარტყეს ამას და არ მიიღეს. ამის ავტორიც მე გახლავართ, თუ ტრაბახში არ ჩამითვლით. ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა. იმ 6 რეგიონში სადაც სიტილობა ჯერ კიდევ ჭარბობს შობადობას. რომ ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვი ღებულობს ყოველთვიურად სანამ 2 წლის არ გახდება ბარში 150 ლარს, ფაში 200 ლარს. თის კანონის სოციალური პაკეტი მე და ბატონი ზაქარია ჩვენს კოლეგებთან ერთად მუშაობდით და იქ პირველ მეორე ბავშვზე და ასე შემდეგ არის კიდე დახმარებები. მრავალშვილიანი სტატუსი. მიშამ გააუქმა ეს ზუსტად. მრავალშვილიანი სტატუსი მოხსნა, არათუ დახმარებების სტატუსიც კი მოხსნა ჩვენ ეს ნახევარი წლის წინ აღვადგინეთ. და მთავრობა დავავალდებულებს საკანონმდებლო დონეზე, რომ შეიმუშაოს მხარდაჭერის პროგრამები და ერთ-ერთი პროგრამა უკვე დაიდო, როცა მრავალშვილიანი ოჯახი განსაზღვრულია 4 და მეტი შვილით და მას ელექტროენერგიაზე აქვს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება. ნიანგისრებლები არ ჭირდება, ამას ჭირდება ეს, მაგრამ იმდენად ღრმა კრიზისში, იმდენად დიდია სოციალურ დაუცველთა ასე ვთქვათ, რაოდენობა და მათი მდგომარეობა მძიმე დენილების მდგომარეობას რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ძალიან ბევრი საცხოვრისი ავაშენეთ ცხეთაში წამოდით გაჩვენებთ 9 მილიონი პროექტს დაახლოებით თქვენ ნახევარში იქ 120 ოჯახი შევა ამასაც გაჩვენებთ იქ მაგრამ პრობლემა ძალიან დიდია ჩვენ ეხლა კი არა ჩვენ შემდეგაც ვერ მოაგვარებს ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს სოციალურ პრობლემას ვერ მოაგვარებს ეს დევნილთა ასე ვთქვათ მდგომარეობას ვერ მიიყვანს მათ საუკეთესო მდგომარეობამდე. ამას ჭირდება დრო. ერის აქტიური დაბერების პროცესს როგორ შეიძლება მიშა აპირებს ჩამოსვლას 2 წელიწადში და აპირებს ამას მოგვარებას. ეს არის დემაგოგია, ეს არის ტყუილი. აი ვირტუალურ სამყაროში აცხოვრებდა მიშა და აი ამ ვირტუალურ ნეგატიურ სამყაროში ცდილობს რუსთავიორმა აცხოვროს ბაგერდენის საზოგადოება. იმიტომ ჭირდება 1 წელი კიდევ. მეტად დავანახოთ საზოგადოებას. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენი მწირი საბიუჯეტო რესურსები როგორ გადავანაწილოთ. ამაზეა მუდმივად ლაპარაკი. ეს არაფერი ეს პრობლემები არ მოიხსნება თუ არ იქნება ეკონომიკური გრადი განვითარება. თუ ეს არ იქნება არანაირი განვითარება. დიდი მადლობა. ერთი წუთი კითხვა ესე იგი თურმე აი ამ პროგრამის მიზანი ჩვენ ძალიან საკიფათო რამ თქვით. ამ პროგრამის მიზანი ყოფილა თურმე ბავშვები, რომელიც გაჩნდებიან, რომ სიღარიბეში ვაცხოვრობ. აი ესა თქვენი
პოლიტიკა. აი ესაა თქვენი პოლიტიკა. ბატონო დიმიტრი, გახსოვთ ალბათ ყავდათ ესეთი პრემიერ-მინისტრი გვარად კვირიკაშვილი, თუ გახსოვთ კიდე, ხო? და თქვენ საზოგადოებას აცნობთ, რომ ის გაუშვით მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან, იმიტომ რომ გადაყვა, ასე ვთქვათ, მისი პოლიტიკური კარიერა ბავშვთა სიღარიბის გაზრდას ჩვენს სახელმწიფოში. ეს სწორედ მახსოვს, ხო, პოლიცაბჭო ჩაატარეთ, გამოხვედით და თქვით, რომ UNICEF-ის კვლევის თანახმად საქართველოში სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა იზრდება და ამიტომ კვირიკაშვილი სახლში უნდა გაუშვათო. ახლა მე არ ვიგონებ ამას შეგვიძლია არქივში ნახოთ. ანუ თავადვე დაადასტურეთ, რომ საქართველოში სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა იზრდება და ამაზე გაგვაფრთხილა UNICEF-მა. ამიტომ მე იმას კი არ გეუბნებით, თქვენ რომ შობადობის გაზრდა არის ცუდი. არა, ბატონო დიმიტრი, მე გეუბნებით, რომ როდესაც ქვეყანაში თქვენ ეთყობა, არ ვიცი, ახლა აღარ ვიხმართ თუ სიტყვებს, ლოგიკური უბრალოდ ჩვეულებრივ საღი აზრის მსჯელობაში მომყვათ თუ შეიძლება, როდესაც იზრდება ბავშვების რაოდენობა, ეს ბავშვები შეიძლება ცხოვრობდნენ უკიდურეს სიღარიბეში, შეიძლება ცხოვრობდნენ ნორმალურ პირობებში. როდესაც ქვეყანაში არც სამუშაო ადგილები იქნება, არც ეკონომიკა ვითარდება, ვერც სოციალური დახმარების პაკეტები ვერ იზრდება, დიახ, შეიძლება გაიზარდოს ბავშვების რაოდენობა, მაგრამ გაიზარდოს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა და ამ მაჩვენებლით საქართველოს ევროპის სახელმწიფოს კი არ დაემსგავსოს. წადით თქვენ და შობადობის მონაცემები ნახეთ მსოფლიოში როგორია თქვენი სპეციალობაა, ხო? ალბათ ჩემზე უკეთ ინფორმირებული ვდალდებით. ნუ ეს სფერო არის უფრო ვიდრე, ასე ვთქვათ, ნახეთ როგორია სტატისტიკა. ძალიან ღარიბ ქვეყნებში არის მაღალი შობადობის მაჩვენებელი და ეს ადამიანები უკეთესად ცხოვრობენ. ანუ მე ამისი თქმა მინდოდა, რომ შობადობის გაზრდა არის ძალიან კარგი, მაგრამ ახალშობილებს ქვეყანაში უნდა ხვდებოდეს ცხოვრების პერსპექტივის შესაძლებლობა და სამწუხაროდ ეს არის საფუძვლები. შეგექმნათ ის საფუძვლები. ისევ ერთხელ მინდა გავიმეორო კოგნიტიური დისონანსი. 7 წელიწადია თქვენ მართავთ ამ ქვეყანას. კოგნიტიური დისონანსი 7 წელიწადია მართავთ ქვეყანას. თქვენ ნახეთ თქვენ იყავით 9 წელი ხელისუფლებაში. ბატონო ზაქარია, თქვენ ხართ ძალიან მდგომარეობაში. ამბობ ბელგიაში წერდიო ხელშეკრულებასო, მაგას ამბობ. ალბათ ამ ბელგიას თავი და შესაბამისად ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. ეხლა ხარ ოპოზიციაში, ისე ვერაფერს ვერ წერთ და კოგნიტური დისონანსი ზაქარია. კარგი, მადლობა. ჩვენ გვაქვს. კარგი, დიდი მადლობა. ახლავე გადმოვალ თქვენთან. ბატონ დიმიტრი, ძალიან მოკლედ უნდა გითხრათ და შევეხოთ უნდა სასამართლოს, იმიტომ რომ ბევრი დრო აღარ დაგვრჩა ამ ბლოკში. ქალბატონ სალომეს უპასუხეთ, ოღონდ ძალიან მოკლედ. შემდეგ ბატონი მურთაზი სასამართლოსთან დაკავშირებით. ერთი ის რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, UNICEF-ის კვლევა, რომელიც ეხებოდა 50000 ბავშვის შიმშილობის, ასე ვთქვათ, ზღვარზე ყოფნას, ეს არის 2015 წლის მონაცემი. ეს არ არის ახალი მონაცემი, მას მერე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა სიღარიბე რჩება პრობლემად. მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ესე იგი ეკონომიკა უნდა გავზარდოთ და მერე უნდა ვეცადოთ, რომ მივახციოთ, ასე ვთქვათ, ერის სიმრავლეს. არა, ამას არ ვამბობ, ბატონო დიმიტრი. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მე ხო გასცდით თქვენ. ამას მე გამოვიყენებ იმას თქვენ, ასე ვთქვათ, სწორ მიგნებას, რომ მე ამაში ძალიან ბევრი მაქვს, ასე ვთქვათ, ნამუშევარი, ვიდრე თქვენ ევროპაში იყავით მაშინ. აი ეს მერად ჩამოთვალეს პროგრამები, ეს სწორედ იმას ეხება, რომ ბავშვთა სიღარიბე დაიძლიოს სოციალურ დაუცველთა პროგრამაში დავატეთ ბავშვის დანამატი. კრიზისული ბავშვიანი ოჯახების დახმარება, ახლა ჩვენ ფორმატი არ გვაქვს საშუალებას, რომ ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია, მაგრამ თუ ჩვენ ველოდეთ, როცა ჩვენი ეკონომიკის დის მაჩვენებლები მიაღწევს ევროპულს, მაშინ ჩვენი მოსახლეობა აღარ იქნება. შეიძლება თქვენ ძალიან გინდათ კიდეც, მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა დავასწროთ ყველას და ყველაფერს და საკუთარი ეთნოსი უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი უნდა გავიყოთ იმისათვის. მარიხუანის პლანტაციაზე დაგუძბო ქვეყანა, რომ ეთნოსი გადაარჩინოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ყველას პირიქით არა ძალიან დიდი მოდიში რა, სამჯერ რეალური პროგრამებით, რაც მე თქვენ გელაპარაკეთ. აი ესაა მუშაობა გამიგონებთ. საქმე იმაშია, ბატონო ჩემო, თქვენ შეიძლება როგორც ექიმს გქონდეთ ესეთი ისრაფება, რომ რაღაცა კარგი გააკეთოთ, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ თქვენ არ მართავთ რეალურად ამ სახელმწიფოს მართავს ივანიშვილი და მისი დეიდაშვილი უჩამამაცაშვილი, რომელიც არის ეკონომიკის და ბიზნესის დირიჟორი დღეს საქართველოში და იმ შუაშია, რომ თქვენ გიგინდათ რაღაცა კარგის გაკეთება, მართლა არ შემაკეთეთ და ბავშვების კარგი მდგომარეობა, მაგრამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას უნდა ფული შოვნა ამ ქვეყნიდან და ამიტომაც აზიან ზევიდან ამ ქვეყანას, ამიტომაც თქვენ
ჩვენ რასაც ამბობთ, ეს პროგრამები კი არ განხორციელდება ბავშვთა მუშაობს ეს პროგრამა. არამედ გაკეთდება მარიხუანის პლანტაციები. მე რაც ჩავთვალე 2013-დან 2014-დან მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურადაც 2016-დან 2018-დან ამოქმედებდა პროგრამები. მე არ გაგაწყვეტიეთ თქვენ, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ დამასრულებიეთ რა და თქვენი კეთილი სურვილები დარჩება კეთილსურვილებად, იმიტომ რომ უკვე მე-7 წელია ხართ ხელისუფლებაში და დარწმუნებულად თქვენს გქონდათ რაც კეთილსურვილები, მაგრამ დარჩა კეთილსურვილებად, იმიტომ რომ ივანიშვილს სხვა ინტერესები აქვს. მას უნდა ამ ქვეყნიდან ბევრი ფულის ამოღება და ამიტომ მისთვის ბევრად უფრო ფასეულია. ოთარ ფარცხალაძე, ვისაც თქვენ ვითომ არ იცნობთ. უჩა მამაცაშვილი, რომელიც არის ბიზნესის დირიჟორი და მისი არსებობა თქვენ არ იცით. ამიტომაც ჩაიხუტა ის მოსამართლეები, რომელსაც აგინებდით ჩვენ დროს და აი ამ 9 წელს დაანებეთ თავი. მაგის დედა დამფუძნებელი ვინც იყო ეკაბესელია, აი ამ იდეოლოგიის 9 წლიანის. მისი დედა დამფუძნებელი. ეკაბესელიაც კი თქვენი ოპონენტი გახდა ამასობაში ხალხო. ცოტა იმ შუაშია რომ შეეშვით ამ რიტორიკას და მიხედეთ საქმეს, მაგრამ სამწუხაროდ ვითარება ეგრე არის რომ დრო გაგივიდათ უკვე და მართლა თქვენ თქმის არ იყოს ითხოვენ ახლა 1 წელს და სინამდვილეში ეს 1 წელი რაში უნდა გამოიყენოს მე ვერ დამატებ. არა ეს ჩემი თქმის არ იყოს არა ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია. ივანიშვილის სიტყვები ამიტომ რაღაცა სურვილებში შეიძლება როგორც თამადა ვარგებდით ნამდვილად მაგრამ უნდა შეერკინოთ მაშინ ივანიშვილის ინტერესებს უნდა დაუპირისპირდეთ. უშამათაშვილის ინტერესებს უნდა დაუპირისპირდეთ. საუბრის ვერტიკალი სამედიცინო მაფიას უნდა დაუპირისპირდეთ. გახდება უნდა დაუპირისპირდეთ ტრანზიტის მაფიას რომელიც წოვს ქვეყნის ეკონომიკიდან ფულს და რომელიც მიდის ივანიშვილის ჯიბეში. აი ამათთან დაპირისპირების თქვენ შესაძლებლობა სასამართლოსთან დაკავშირებით ერთი წინადადება, ერთი არის ჩვენ თავიდან ვისაუბრეთ. აი ეს არის უბედურება რომ ოპოზიცია მეტი არ არსებობს. ეს არის ჩვენი სისუსტეც. ეს არის ქართული პოლიტიკის ნაკლიც რომ თუ თქვენ ოპოზიციას ართული ბატონელოვნთ რა ჩვენ სტამერს ითulit რა ჩვენ აქტიურ რატო გვიგზავნით ტიტუშკებს თუ ჩვენ არ ვარსებობთ ვინ გამოგაჩვენეთ ერთი აღიარებთ რომ 900000 ხმა ავიღეთ და თან იძახით რომ არ ვარსებობთ და ძალიან დიდი ბოდიში სასამართლოსთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა სასამართლოსთან დაკავშირებით ეს არაფერი არ არსებობს არც ბიზნესი არც ეკონომიკური განვითარება თუ კი ქვეყანაში არ არის თავისუფალი სასამართლო ეს არის 2x2 4 რა მდგომარეობა სასამართლოში მოდით ახლა ამაშველად გეტყვით ჩემ მოსაზრებას შევეხოთ და ბატონი ზაქროც საუბრობდა რომ ჩემ წინა ესე იგი რამდენიმე საქმიანობის სფერო მქონდა და მათ შორის ერთ-ერთი პროკურატურა და სრულიად გუცვლად ვამბობ რომ იმ შემადგენლობამ განსაკუთრებით ხელმძღვანელების სასამართლოს თავმჯდომარეების ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფილი მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებმა ვერ გაართვეს თავი იმ ამოცანას უმნიშვნელოვანეს ამოცანას საქართველოს პროკურორმა მოგახსენებთ ეხლავე რა მათ შორის მათ ჰქონდათ არაჩვეულებრივი შანსი მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა 12 წელს თუ კი 12-მდე ამ მოსამართლეების უმრავლესობა იყო ჩვენი ან ყოფილი კოლეგა ან ყოფილი მეგობარი ეს არ გაინტერესებთ რა ვსაუბრობ და მათ მართლა შეიძლება ქონოდათ რაღაც გარკვეული უხერხულობა და გასჭირდებოდათ ჩვენთან რაღაც ტელეფონის არპასუხი და ასე შემდეგ ხო იდეალური შანსი ჰქონდათ 2012 წლის მერე როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში მათთან არანაირი კავშირში არ მყოფი ძალა პოლიტიკური ძალა აბსოლუტურად სხვა ძალა რომელიც არანაირი მათ შემხელობა მათთან მათ ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა რომ ჰქონდათ ამავდროულად ხელშეუხებლობა და ვერც ოთარ ფარცხალაძე და ვერც ბატონები აგებდა ბიზნეს დაკვეთით მათ ვერ დააპატიმრებდა ამიტომ მათ ჰქონდათ არაჩვეულებრივი ბატონო ჩემო შეიძლება დავასრულო ხო გაინტერესებს სასამართლო არა მე მგონი უინტერესოდ არ ვსაუბრობ და ვსაუბრობ გულწრფელად და ეს შანსი როდის გაუშვეს ხელი გაუშვეს და ის რომ გაუშვეს ეს შანსი გასაგები იყო უკვე 1 წლის თავზეც 13-ში გასაგები იყო რომ ეს ადამიანები არანაირ დამოუკიდებელ სამართლოს დამშენებლები არ იყვნენ და ამიტომ მაგათ ესენი მათ მოიმსახურეს აგერ უკვე მე-7 წელია და ეხლა ალაპარაკდა მათი ზოგიერთი წევრი მათ შორის ქალბატონი ეკაბესელია მაგრამ 7 წელი ბედნიერად შეირიგეს ეგ ამბავი და ის მოსამართლეები ვინც ამას თავი ვერ გაართვა უნდა გაუშვათ სახლებში და მაშინ რატომ უწოდათ ეს მოსამართლეები კარგი ასე გავაკეთოთ ახლა მე მგონი საკმარისად ვისაუბრე და დიდი მადლობა რატომ მოწოდათ მაშინ ეს ბატონი ზაქარია ქალბატონი სალომე ბატონი დიმიტრი და ეს მოსამართლეები და მე მეკითხეთ დიდი მადლობა ბატონ ზაქარია სასამართლოს კი რადგან ლაიტმოტივი გაზდებს თქვენს გადაცემას რა გავაკეთე და მე ჩამოთვალე საზოგადოებრივ ცხოვრების ორი სფერო ჩემ მეგობარმა ჩამოთვალა საზოგადოებრივ ცხოვრების კიდე ორი სფერო სასამართლოში რა გავაკეთეთ პირველ რიგში გავაღეთ სასამართლოს გამოკეტილი კარები ამათ რა გამოკეტეს უკრძალავდნენ მოქალაქეებს არა თუ პროცესზე გადაღებას ადვოკატს რო შეგვეტანა ტელეფონი იმასაც გიგვირცა კარებში გვატოვებიებდნენ აი გარეთ გვატოვებიებდნენ კარებში ტელეფონს გავაუქმეთ
ირიბი ჩვენება, რითაც შეიძლება მოსამართლე ადამიანი დაეჭერა. ირიბი ჩვენებებით იჭერდა ხალხს, ეს როცა იყო გენერალური პროკურორი. გავაუქმეთ პოლიციაში დაკითხვის ექსკლუზივი და მივეცით მოსამართლეებთან დაკითხვის უფლება. ეგ ჩვენ დროს მიღებული კანონი იყო, ბატივცემული. ჩვენ მივიღეთ ეგ კანონი. სასამართლოში დაკითხვის შესახებ მივიღეთ ჩვენ და ახსენეთ ხოლმე ეგ კანონი. 22 არ ვაცლი, იმიტომ შემოვიღეთ. აი დანარჩენ აკავშირებს საბჭოს თვითმმართველად წესფორმირების წესი. აქამდე როგორ იყო, რომ სამი კაცი ინაწილებდა იუსტიციის საბჭოს, თქვენ თქვით, რომ მოდი ჩატარდეს თვითმმართველობის კონფერენცია და მოსამართლე თვითმმართველმა მაირჩიოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად. ჩვენ ვინც ვიყავით პოლიტიკოსები, გამოვედით პირველივე 6 თვეში იუსტიციის უმაღლეს საბჭო და მე ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე და ასპარეზს დავუთმეთ არა პოლიტიკოსებს. ამის შემდეგ სასამართლო ხელისუფლებაში ეხლა მიდის ძალიან რთული პროცესი. უნდა დაიბადოს ეს ხელისუფლების განშტოება. რა თქმა უნდა, ნახეთ გაიქცა პასუხს, მე რა ვთხარ, შენ რა გააკეთე ბატონო ჩემო, რა გააკეთე? გაიდლაინებით აჭერიებდა ხალხს. საუბრობთ იმაზე, რომ იბადება სასამართლო და თელი საზოგადოება ვადებთ იმაზე, რომ ამ მშობიარობას გადაყვა ეკაბესელი. თქვენი ლიდერი, პატივცემული, თქვენი ლიდერი, თქვენი საპარლამენტო ლიდერი და სპიკერი. ოცნებაში სამწუხაროდ დადიტომ ბრძანა, სწორედ ბრძანა, რომ სამწუხაროდ ქართული ოცნება ასრულებს დღეს ხელისუფლების როსაც და ქართული ოცნების ნაწილი ვასრულებთ ოპოზიციის როსაც, სამწუხაროდ. იმიტომ რომ მე რომ ეკითხები, რა დაწერე მეთქი, ეწყინა ქავატონ სალომეს. მე გამიხარდება თუ ბევრი კანონპროექტი ჩამოყალიბდა. კარგი, აი შეკითხვა. თუ არაძლევთ მოსამართლეების შემადგენლობას. ესენი გავაკეთეთ მოსამართლეების სიაზე ხმას აძლევთ თუ არაძლევთ? თქვენი პოლიცსაბჭოს განცხადებას კარგად იცნობთ, თქვენც და უკვე საზოგადოებაც. იქ ლაპარაკი იყო, რომ თითქოს ვიღაცები ახდენენ ახლა სასამართლოს დისკრედიტაციას. აი, შეგიძლიათ მითხრათ, როგორ შეიძლება ნორმალურად იფუნქციონიროს სასამართლო, თუ კი მის მიმართ არ არის ნდობა და ახლა სურათი რაც არის. აი, აქტიური ნაწილი ვინც არის საზოგადოების, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და ასე შემდეგ. მხოლოდ თქვენი პარტია ასე თუ ისე გამოხატავს რაღაცნაირად დადებით დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ. არავინ სხვა არ ენდობა. ასეთი სასამართლო როგორ იქნება დამოუკიდებელი და სანდო და თავისუფალი საზოგადოების თვალში, შეგიძლიათ მითხრათ. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ნდობა არის თანამედროვე სასამართლოს გამოწვევა. და გეთანხმები, ისე როგორც ვეთანხმები იმაში, რომ გაჭირვება და უმუშევრობა არის თანამედროვე ქართული გამოწვევა. ნდობა უნდა გქონდეს ამ სასამართლოს. ხო, ნახეთ, როდესაც მე ჩამოთვალე რა გავაკეთეთ, რომ ამ დღემდე მოსულიყავ, თქვენ დამისახელეთ. არსებობს თუ არა საქართველოს კულტურა მოსამართლის თანამდებობის განცდას. მას აძლევთ არ არსებობს ეს კულტურა. დღეს იქნება ეს კულტურა და ეს კულტურა იბადება ეხლა. თორე თქვენ რო განახათ პირველი თვითმმართველი ორგანო, როცა პარლამენტი არჩეული იქნა 1990 წელს, იმ დროინდელი ქართული საზოგადოება ძალიან აკრიტიკებდა მის შემადგენლობას და ამბობდა, რომ აი მედოლეები და იმეებით გავისო პარლამენტია. დემოკრატია ესე არ არის, რომ გამოწერა ადეიშვილის გაიდლაინივით და ეგრე გამოცხება. დემოკრატია პროცესია. ამერიკული საზოგადოებაც კი მივიდა იმ დისკუსიამდე, რომ დემოკრატიის გამოხატულება თუ საფრთხეების ნიშანი. იქაც კი მიდის ამაზე კამათებს. თქვენ გინდათ რომ იმ საზოგადოებას მურთაზოდელავა იყო გენერალური პროკურორი. ადეიშვილის გაიდლაინები იჭერდა ხალხს და ხუთი გამართლებელი განაჩენია ყოფილა. გენერალური პროკურორი ვისაუბროთ იმდაბარაკო საფრთხეებზეა არა მოსამართლეთა სია. მე პერიოდი არ ვამბობ რომ თქვათ ის პერიოდი მისაბაძეა ვახო. მე მაგიტო კი არ ვლაპარაკო. და არ ჩათვალოთ რომ ეს მე მაკმაყოფილეთ რა დღეს გვაქვს. არა მუთავ. არ მაკმაყოფილეთ ეს, მაგრამ მე ვამბობ რომ ეს პროცესი მიდის გაჯანსაღებისკენ. მაინტერესებს თქვენ რომ ამბობს აინტერესებს. თქვენ რომ საუბრობთ რომ დობის დეფიციტი, დობის მოსამართლეების სია. ეს გამოწვევა გეთანხმებით. კარგი, სია მისცემ თუ არა ხმას. აძლევთ თუ არა ხმას? უბადო მოსამართლეების სიას. აი მართლა საზოგადოების სახელით სია გაუქმებულია ბატონ მურთას, გაუქმებულია. ახალი როგორი შემოვა. თქვენ ბელგიის თემაში გადახედა, წამოდი მოწყვი. სია უკვე გაუქმებულია ერთ თვეა. გაუქმებულია უკვე მოსამართლეებს. ეხლა ვაპირებთ ქალბატონ სალომეს და ახალი კანონი და იმ კანონის საფუძველზე შემოვიდეს და კრიტერიუმებით იმჭირდეს. კარგი. სისტემაში ტოვეთ მოსამართლეებს. იმ კრიტერიუმებით მედოლეებს და გვემოგვიყვებით. მოსამართლეებს ქალბატონ სალომე. თუ შეიძლება ეს მნიშვნელოვანი თემაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც თქვენ შენიშნეთ, როდესაც არ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო, იქ საუბარი ბევრ სხვა რამეზე შეუძლებელი ხდება. რეალურად რა მოხდა, მე ნაწილობრივ შემიძლია დავეთანხმო ოპონენტებს, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, პირველი ტალღა ამ სასამართლო რეფორმის გარკვეულწილად იყო მართლაც პროგრესული, იყო დადებითად შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მაგრამ შემდეგ რა მოხდა? და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ესმოდეს რატო არის შეუძლებელი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რომ ეს რეფორმა რეალურად განხორციელდეს და ბოლომდე მივიდეს. იმიტომ რომ
ქართული ოცნება, რომელმაც 2012 წელს, ასე ვთქვათ, აიღო ხელში ხელისუფლება, იყო სრულიად სხვა წარმონაქმნი, ვიდრე ის არის დღეს. ანუ ეს იყო კოალიცია, იქ იყვნენ სხვადასხვა ადამიანები, მაგალითად შავგულიძე იყო ნახსენები, იყო ხალხი, ვინც საკუთარი პოლიტიკური კარიერა საერთოდ ახალგაზრდობიდან დაიწყო დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ბრძოლით ამ ქვეყანაში, ბევრი სხვადასხვა ადამიანი იყო. დღეს უკვე ჩვენ ეს ასე ვთქვათ პოლიტიკური ძალა აღარ არსებობს და არსებობს ოლიგარქიული ეს პოლიტიკური სისტემა, სადაც გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და ის წყვეტს რა სჭირდება მას ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, რომ ჩვენ მე და თქვენ და ვერც ერთმა ადამიანმა, ვინც აქ ეხლა ზის ან ტელევიზორს უყურებს, ვერ მოვახერხოთ ის, რომ ამ ხალხს უთხრათ, რომ აღარ გვინდა თქვენი მთავრობა, გვინდა სხვა მთავრობა. დღეს ეს ხელისუფლების შენარჩუნების, ასე ვთქვათ, ეს მთავარი ამოცანა არის ერთადერთი, რაც ამოძრავებს ბიძინა ივანიშვილს და მის გარშემო დარჩენილ აი დაჯგუფებას, რომელიც დღეს ეძახით საკუთარ თავს ქართულ ოცნებას. მათი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა არ დაუშვან, იმიტომ რომ სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი. ნახეთ სასამართლოს მეშვეობით რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და დაუბრუნდეთ საიდანაც დაიწყეთ დღევანდელი ჩვენი დისკუსია. მიშა სააკაშვილი, მნიშვნელობა არ აქვს ვიღაცას მოწონს თუ არ მოწონს. სასამართლოს გზით ის არის განდევნილი პოლიტიკური პროცესიდან. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება სასამართლო, რომელიც ხვალ თუ დასჭირდა მეგანდევნის პოლიტიკური სისტემიდან. განდევნის მურთას, განდევნის ყველას, ვისაც დაჭირდება სასამართლოს სისტემა გამოიყენება. ჩემი აზრი არ არის სანდრო გირგულიანის ადვოკატის აზრი მოისმინეთ იმაზე, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ამ კონკრეტულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეხლა ეს არის მნიშვნელოვანი ვერსია, მნიშვნელოვანი არის. არა რომლებიც, როდესაც საარჩევნო პროცესში, მაგალითად, სასამართლომდე მივა რაიმე კონკრეტული დავა, აუცილებლად დაწერენ იმ დასკვნას, რომელიც უნდა ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს. ამაზეა დღეს საუბარი. ამიტომ ეს მართლმსაჯულების თემა და დამოუკიდებელი სასამართლოს თემა განყენებული კი არ არის. პირდაპირ აისახება ჩვენ მომავალზე. რა ქვეყანაში ვიცხოვრებთ ხვალ ზეგ და გვექნება თუ არა შესაძლებლობა, რომ ეს კორუმპირებული ხალხი, რომელიც თავზე დაგვაჯდა და მდიდრდება ჩვენს ხარჯზე და სხვას არაფერს არ აკეთებს, თავიდან ვერ მოვიშოროთ. არჩევნების გზით. კარგი, დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი. სწორედ აი ეს სასამართლო პროცესები, რომელიც დაკავშირებით თქვენსაც მოვისმენ და ვასრულებ ამბობს. მე იურისტი არ გახლავართ, რა თქმა უნდა ამ პროცესებში ვარ ჩართული და მე ვფიქრობ თავარი მიზანი არის ის, რომ ის ძველი, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ტრადიცია, როცა სასამართლო იყო ვასალი ყოფილი ხელისუფლებისა, რომ მსგავსი არ გამეორდეს. რატო ძველი, ბატონო? მე მინდა აქ ალბათ ტელევიზიაში ხო უყურებთ საჩივარი და გამოყენებს არჩევნებზე შარი ხო არც ერთი საჩივარი საარჩევნო დამოუკიდებლობა არც ერთი საჩივარი აღარ აგვაქვს დრო ხო ოზერაშვილი გაამართლა ბატონო მურთას ბატონ ზაქარია კიდე ჩვენი არის კიდე ჩვენი ხო ბადროვოთ ეხლა ალბათ ამ ეთერს უყურებს ჩვენს უმრავლესობაში ასე ვთქვათ სამართლო გადაწყვეტილებები ბატონ ზაქრო ამ აზრის მოწინააღმდეგეს და მომხრენს, ხო? ნუ პირობითად ასე დავარქვა სასამართლოების თემას. ყველა ალბათ უყურებს და მე მინდა სრული პასუხისგებლად მეგობრებო, თქვენ გასაგებად ვამბობ, რომ ეს ფაქტი ასე იყო. თქვენ ამბობთ, რომ ბატონი ბიძინა ლობირებს ან ერთს, ან მეორეს, ან თქვა ჯგუფს, რომელიც მოსამართლეების. ბატონი ბიძინამ სრულიად გასაგებად თქვა. ყველა დეპუტატი იქნება თავისუფალი არჩევანში, ხმის მიცემაში დაუჭერთ ხაზს კონკრეტულ მოსამართლეს თუ არა. ეს არის ალბათ დამეთანხმებით პოლიტიკაში თქვენ გაქვთ გამოცდილება, რომ არსებობს გუნდური შეთანხმების მხარდაჭერა ნებისმიერი საკითხის მიმართ. თუ კი ეს შეთანხმება არის, ეს შეთანხმებაც მოხსნილია, ისე რომ ყველა დეპუტატი არის თავისუფალი. და როგორც თქვა, მანამდე, ასე თქვა, დაცულ მოძრაობის დროს ერთ დაწერილ ნოტაზე მღეროდა მთელი გუნდი, შეხედეთ პროცესია, სწორად მიდის ეს პროცესი. და თქვენი კითხვა რომ დაუჭერთ თუ არა მხარს მოსამართლეს კი არ უნდა დაუჭიროს მხარი, უნდა პარლამენტმა სწორად შეიმუშაოს კრიტერიუმები, რომ კრიტერიუმებმა შეარჩიოს და არა დიმიტრი ხუნდაძემ, ან ზაქარია ქუცალაშვილმა საკუთარი განწყობებით, ან საკუთარი ემოციებით მიიღოს ეს გადაწყვეტილება. და მე მაინც მთავარი კითხვა მინდა დავსვა. მოსამართლეები, რომელიც გვარდასახელებს არ მოყვებით, მეც ზოგიერთი მომწონს, ზოგი არ მომწონს, ეს მოსამართლეები არიან
თქვენ დროსაც ნამუშევარი სასამართლოში და ჩვენ დროსაც. მაშინ რეიტინგი მათი იყო 0-ს ქვემოთ. დღეს მათი რეიტინგი საერთაშორისო ასპარეზზე არის ბევრად მაღალი, მაგრამ თქვენ რატომ მოგწონდათ მაშინ დაბალ რეიტინგული იგივე ხალხი და დღეს რატომ არ მოგწონთ იგივე ხალხი უფრო მაღალი რეიტინგი. ბატონო დიმიტრი, საერთაშორისო დონორები მორჩილებიდან არ მოყალიბდეს პოლიტიკური სტაბილიზმის სასამართლო რეფორმაზე იმდენად როგორიც არის საზოგადოებაში. უიმედვარი შეფასებასთან დაკავშირებით რომ ამოსამართლე არ შეუძლიათ. თქვენ გინდათ ისევ ისეთი ადამიანი რომელიც იქნება მორჩილი თქვენი. დასრულებული. კარგი, დიდი მადლობა 20 წუთს ბატონი ზაქარია და დავასრულებთ. პასუხი არ გავასრულებთ ჩვენს მსჯელობას დებატებს. ძალიან გთხოვთ გადავაცილებთ ჩვენთვის გაკუთვნილ წესის ფორმირებაზე პასუხზეა მთელი საზოგადოება. ეს არ შეიძლება იყოს ერთი თუნდაც გამარჯვებული პოლიტიკური ძალის კუთვნილება. ამიტომაც მე მოუწოდებ ყველას რომ იაქტიურონ ამ პროცესში. ეს არ არის ერთი ხელისუფლების საკითხი, ეს არის ქართული საზოგადოების შეთანხმების საკითხი. ამიტომაც მოახდინეთ ციის გაუქმება, ამიტომაც ვთქვით რომ მოდი ჯერ წესი შევქნათ, ის წესი რომელიც მისაღები იქნება მთელი საზოგადოების, არა მარტო ქართული ოცნების, უფრო მეტისთვის. ბევრად მეტისთვის ვიდრე ქართული ოცნება, ეს არის ქართული საზოგადოება. და მერე დავიწყოთ კანდიდატების შერჩევა. ასე რომ დიტომ ბრძანა რომ ჩვენთვის წესია მთავარი საფუძველი და კრიტერიუმები დაგვეხმაროს ხალხის მადლობა. და არა გემოვნება არა, ერთი წამით, იმიტომ რომ არ გვიჭირდება ძალიან ასე ვთქვათ, ბევრი ამაზე მსჯელობა. არსებობს კოალიცია არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელსაც აქვს წარმოდგენილი საკუთარი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ფორმირება უზენაესი სასამართლოსი და მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, როდესაც აქეთ გვეკითხებით, რა გააკეთეთო, კონსტიტუციური უმრავლესობა გაქვთ, ბატონო ჩემო. აიღეთ და მიიღეთ აგერ ეს წესი. მშვენიერი წესია, გასწერილი დეტალური. სალომე სამადაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, მურთაზ ზოდელავა და დიმიტრი ხუნდაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით უკვე სხვა თემით, დეკანოს გიორგი მამალაძის საკითხს შევეხებით, თორნიკე მამალაძე, რომელიც აქციას მართავს უკვე 1 კვირაა საპატრიარქოსთან, ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, დაგველოდეთ. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ ხალხის პოლიტიკას, გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ გვექნება პირდაპირი ჩართვა თორნიკე მამალაძე, დეკანოს გიორგი მამალაძის ძმა უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს, რომელიც იმყოფება საპატრიარქოსთან უკვე 1 კვირაა, ის მართავს აქციას. თორნიკე, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ დღეს ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოდით თავდაპირველად განუმარტოთ კიდევ ერთხელ ამჯერად პირდაპირ ეთერში ჩვენს მაყურებელს, რას ითხოვთ კონკრეტულად ამ შემთხვევაში თქვენ და რატომ დადგით კარავი საპატრიარქოსთან. შემდეგ უკვე დაგისვამთ სხვა შეკითხვებს. თავდაპირველად ამით დავიწყოთ. დიახ, მოგესალმებით, თავდაპირველად დავიწყოთ აქცია 1 კვირის წინ, 1 კვირა რაც აქცია მიმდინარეობს. აქციის მოთხოვნა იყო თავდაპირველად ზიარება საკუნევლაცულისა და ხორცისა, მაგრამ სამწუხაროდ არანაირი გამოხმაურება არ ჰქონია საქართველოს საპატრიარქოსთან. ელემენტარული ერთი განცხადებით შემოიფარგლეს, ხოლო და ამ განცხადების მოტივი იყო უბრალოდ თავიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და გადატანა ყურადღების გადატანა სხვა მომსახურებთან. ამ განცხადებაში ჩვენ აგრეთვე ამოვიკითხეთ ასე რომ ვთქვათ მუხარის შემცველი სიტყვები, რადგანაც ამ განცხადებაში წერია, რომ ის სასულიერო რომელიც აზიარებს დეკანოს გიორგი მამალაძეს, ეს პასუხისმგებლობა იქნება საკუთარ თავზე. აქედან გამომდინარე ჩვენ დარწმუნებულები ვართ, მე პირადად დარწმუნებული ვარ, თუ კი რომელიმე მომსახური აზიარებს ჩვენს მას გავადრო და აუცილებლად ამ შენობაში მოკალათებული ადამიანები აუცილებლად მოსთხოვენ ამ ადამიანს პასუხს. მაგრამ აი კონკრეტულად ზიარებასთან დაკავშირებით, ანუ ითხოვდით, შემდეგ იყო საპატრიარქოსთან განცხადება ზიარებასთან დაკავშირებით, რომ პირადი გადაწყვეტილება იქნება ეს მსახურის, თუ კი ამას გააკეთებს, მაშ რა გამოსავალს ხედავთ ამ შემთხვევაში? აი კონკრეტულად ზიარების საკითხი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის, გადაწყვეტილებას როგორ ხედავთ, როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით?
მოგესალმებათ, ჩემი ძმა არის უკვე 2 წელი დაპატიმრებული, უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ამ 2 წლის მანძილზე ვითხოვდით ჩემი ძმის ზიარებას. კარგად გვახსოვს, თავდაპირველად მეუფე იაკობმა შეუჩერა ჩემს ძმას ზიარება და აღმოჩნდა თუმე ამის უფლება არ ქონია მეუფე იაკობს. ამის შემდეგ მეუფე დიმიტრის კურთხევით, რადგანაც მეუფე დიმიტრის მდელმსახური იყო ჩემი ძმა, მეუფე დიმიტრის კურთხევით აეგზალა ჩემს ძმას ზიარება და სასჯელის სახით დაედო. ამის შემდეგ ამბობდნენ, რომ მხოლოდ მეუფე დიმიტრი შეუძლია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძე აზიარონ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ხედავთ, კარავი გაშლილი არის საპატრიარქოსგან, თავდაპირველად მოთხოვნა იყო ზიარება და ეხლა უკვე ხედავთ, რომ თუმე ყველა სასურველობის ქონია უფლება, ეს არის უბრალოდ თამაში, ეს არის უბრალოდ იმისკენ მიმართული, რომ ყურადღება გადაგვატანეონ სხვა რაღაცაზე. დღეს უკვე ჩვენ გუშინ უკვე 10 თებერვალი 2 წელი გავიდა, ჩვენ უკვე მოვითხოვეთ ჩემი ძმის დაუყოვნებლივ განთავისუფლება, ვითხოვთ საპატრიარქოსგან, რადგანაც აი ამ კედლებში მოხდა ზუსტად ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმის დაგეგმვა და შემდეგ მთავრობის მეშვეობით განხორციელება. ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ საქართველოს საპატრიარქოსგან იმ ადამიანებისგან ვითხოვთ ზუსტად ვინც ჩემი ძმა უსამართლოდ 9 წლით გამოკეტეს საპატიმროში, რომ ადგენენ გადადგან ნაბიჯი და თავიანთი შეცდომა გამოასწორო. თორნიკე, აი დიახ, ამას სჭირდება დაზუსტება, რადგან საპატრიარქოს თხოვთ გათავისუფლებას დეკანოზის, აი როგორ უნდა მოახერხოს ეს საპატრიარქო, მას ეს პირდაპირ არევალება ბუნებრივია და არანაირი უფლებამოსილება ასე პირდაპირ მას არ აქვს. ანუ თქვენ ლაპარაკობთ რაღაც გარკვეულ შეთქმულებაზე დეკანოზის მიმართ, ხომ? და ფიქრობთ, რომ საპატრიარქო შესწევს ძალა, მოახდინოს რაღაც გავლენა და შემდეგ დეკანოზმა დატოვოს საპყრობილი. აი, უფრო კონკრეტულად გითხარით, რა არის ეს გზა, ვის შესწევს ამის უნარი, რომ ეს გავლენა მოახდინოს ვინმეზე? არ ვიცი, ხელისუფლებას გულისხმობთ, როგორც მივხვდით. ზუსტად 2 წლის უკან, აი ამ შენობაში თქვენ კარგად ხედავთ ჩვენს უკან საქართველოს საპატრიარქოს, ზუსტად ამ შენობაში დაიგეგმა ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმე და მათ მოახერხეს და ჩემი ძმა გამოკეტეს ციხეში. ამის შემდეგ კარგად გვახსოვს, ამათი მეშვეობით პირდაპირ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამათი მეშვეობით მოხდა, რომ დაიხურა სასამართლოს ხომები, რადგანაც მათ არ უნდათ გაესაჯაროვებინათ ის არარსებული მტკიცებულებები, რაც საქმეში არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, თუ კი იმის საშუალება ჰქონდათ ამ ადამიანებს, რომ მთელი სუსი, მთელი პროკურატურა, მთელი სასამართლო ჩარეულიყო ჩემი ძმის საქმეში და განეხორციელებათ ეს ვერაგული საქმე, კეთილინებონ შესწევთ მათ იმის ძალა, რომ ჩემი ძმა დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს. ამის თქმის საშუალებას ისიც კი მაძლევს, მოგეხსენებათ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, დარწმუნებით ვიცი და ინფორმაციას ვფლობთ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი მობრძანდა საქართველოს საპატრიარქოში, მან მოიკითხა, რომ ეს შეწყალების საშუალებით გაინთავისუფლებინა თუ არა ჩემი ძმა. სამწუხაროდ აი ამ შენობაში არსებულმა პირებმა, მე არ მინდა ახლა სახელგვარები დავასახელო, მაგრამ მოვა იმის დროც, რომ ამის სახელგვარებს ვიტყვით, აი ამ შენობაში არსებულმა პირებმა გიორგი მარგველაშვილს უთხრეს, რომ ჩემი ძმა დეკანოზ გიორგი მამალაძე საპყრობილიდან არ გამოიშვა. აი ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, მათ შესწევთ ის უნარი და ის ძალა, რომ უკანონო პატიმრობაში ყოფი სასულიერო პირი, რომელიც დღემდე სასულიერო პირია და დედა ეკლესიის წევრი არის, შესწევთ იმის უნარი, რომ გაანთავისუფლონ ციხიდან, რადგანაც მათივე შეთქმულებით, მათივე მოწყობილი საქმე, ასე რომ ვთქვათ, გამოასწორო. თორნიკე, აი თქვენ ახლა ახსენეთ მარგველაშვილი და ბარემ აქვე დავსვამ ამ შეკითხვას, მე ოდნავ მოგვიანებით მინდოდა მეკითხა, მაგრამ ამ კონტექსტის გათვალისწინებით აქვე შევეხოთ ამ საკითხს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა დაწერა მიმართვა და აქ ლაპარაკია, რომ ეს ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს. აი მარგველაშვილის შემთხვევაში თუ კი ისე მოხდა, როგორც ახლა თქვენ გვეუბნებით, სალომე ზურაბიშვილის პირობებში რაიმე იმედი გიჩნდებათ თუ ამ ნაწილში გადაწურული გაქვთ, ასე ვთქვათ, იმედი, რომ რაიმე შეიცვლება შეწყალების მიმართულებით?
დიახ, დღეს გავშერდა არასამთავრობოების განცხადება, რაზეც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხატო ამ ადამიანებს. არა მარტო ეს არასამთავრობოები, კარგად გახსოვთ ნეიტრალური პირები, თუნდაც იმდროინდელი სახალხო დამცველი ბატონი უჩანანუაშვილი, ვინც ნეიტრალური მხარე იყო, ყველა ამბობდა, რომ ჩემი ძმა არის უდანაშაულო და დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმეც ვიტოვებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი შესწევს ის უნარი და ასე რომ ვთქვათ, უდანაშაულო ადამიანი გაანთავისუფლოს და როგორც სამწუხაროდ გიორგი მარგველაშვილი ასე რომ ვთქვათ ვერ გადადგა ეს ნაბიჯი და თავისი კონსტიტუციისგან მინიჭებული უფლება ვერ გამოიყენა უდანაშაულო ადამიანის მიმართებაში, იმედია, იმედს ვიტოვებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გადადგამს იმ ნაბიჯს და გაანთავისუფლებს უსამართლო პატიმრობაში მყოფ დეკანოს გიორგი მამალაძეს. კიდევ ერთი შეკითხვა, ეს ეხება თქვენს კომუნიკაციას საპატრიარქოსთან, რა კომუნიკაციაც გქონდათ იმ ფარგლებში, რა პასუხები მიიღეთ, რა შინაარს შეიცავდა ეს დიალოგი თქვენსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის? მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც არაერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა თუნდაც მის უწმინდესობასა, როდესაც ოჯახში შევხვდით პირად საუბრებში, ყველა ამბობს, რომ შენი არავის არ ჯერას, რომ დეკანოს გიორგი მამალაძე ვინმეს მოკვლას აპირებდა, არც ამ საქმის უჯერაო, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტი ის არის, რომ დღემდე არის ჩემი ძმა საპრობილეში, ეს შეეხება იმას შეეხება, რომ ჩემმა ძმამ გამოიკვლია საქართველოს საპატრიარქოში არსებული პრობლემები და ეს პრობლემები არა მხოლოდ ფინანსურს ეხება, არამედ სამწუხაროდ ზნეობრივსაც ეხება, რაც ძალიან სამწუხარო, აქედან გამომდინარე, ჩემი ძმა ზუსტად დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებისგან, სწორედ ამიტომ იშება, რადგანაც კარგად გვახსოვს არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩემი ძმა სანამ დაიჭერდნენ, არაერთ ეპისკოპოსთან იყო მისული ამ პრობლემების მოსაგვარებლად და თითოეული მათგანი ჩემს ძმას ეუბნებოდა, რომ აუცილებლად მოსაგვარებელი არის, თუ კი ეს პრობლემები არ არსებობდა და ჩემი ძმა იგონებდა, ხო, ლოგიკურად ეს ეპისკოპოსები, ასე რომ ვთქვათ, ჩემს ძმას ან დაშიდნენ, ან სინოდზე გაიტანდნენ და იტყოდნენ, რომ დეკანოს გიორგი მამალაძე ცილის წამებს ვიღაცებს და აქედან გამომდინარე მოხდებოდა მისი საეკლესიო საჯელი, არა, პირიქით მოხდა ასე რომ ვთქვათ, საერო საჯელი, რადგანაც ამ პრობლემის მოგვარება არ სურდათ მათ, არ სურდათ ის, რომ ჩემი ძმის ინფორმაციები, ასე რომ ვთქვათ, მთელ სინოდს ცოდნოდა, რადგანაც ჩემმა ძმამ დაიწყო სინოდის წევრებთან მოგვარება ამ საკითხების, მაგრამ სამწუხაროდ გამოვიდა ისე, რომ ჩემი ძმა საპრობილეში ჩასვეს და ეს პრობლემები დღემდე არსებობს საქართველოს საპატრიარქოში. კიდევ ერთი საკითხი, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თქვენ გთხოვეს, რომ ვთქვათ, მან არ გაგაგრძელებინათ აქცია, სადაც ახლა ატარებთ, არამედ აჭარაში გადაგენაცვლათ. აი ეს რას გულისხმობს და რატომ აჭარაში? ეს არის ზუსტად დიახ, მე როდესაც ვიყავი შესული და რაზეც გამინაწმენდნენ, ასე რომ ვთქვათ, ეს რო ვთქვი, მე არაფერი ზედმეტი არ მithქვამს, რაც მათ მითხრეს შინაარსი ზუსტად ის იყო, რომ ესა პროტესტო აქცია ამდგარიყავი და ბათუმში გადამეტანა, ეს იყო უბრალოდ თავის არიდების ისევ და ესე პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება, მათ არ უნდათ ელემენტარულად დისკომფორტი შექმნა, მეტიც აგერ კარგად ხედავთ თქვენ თეთრი ავტომობილი ჩაგვიყენეს კარვის წინდე, როდესაც ვიცი უწმინდესობა გამობრძანდებოდა შაბათ დღეს და დაგვიყენეს, რომ კარავი და ჩემი ძმის სურათი არ დაინახათ, როდესაც მოვიკითხე თურმე ეს ყოფილა დაცვის წევრის, რომელიც შაბათს მოვიდა და დღემდე აქ სმენაში არის, ასე რომ ვთქვათ, მათ სურთ, რომ ამ ადამიანებს, აქ მყოფ ადამიანებს არ შეექმნათ ელემენტარულად დისკომფორტი, მათ სურთ, რომ ისევ გააგრძელონ ცხოვრება ჩვეულ, ასე რომ ვთქვათ, კომფორტში, სამწუხაროდ დღემდე არავის არ გამოუხატავს ამ ადამიანების მიმართ ელემენტარული პროტესტი და აქ არ მოსულა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა ქართველმა იცის თუ თითოეულმა არა უმრავლესობამ იცის როგორ იქცევიან და რასაც აკეთებენ, ამიტომაც არიან ზუსტად, რომ არავის არ აქვს პროტესტის გამოხატვის უნარი და არ მოდის და პროტესტს არ გამოხატავს, ამიტომაც არიან ეს ადამიანები, ვინც ამ შენობაში არიან ჩაბუდებულები და
ამიტომაც იქცევიან ასე ბოროტულად და როგორც მათ უნდათ, იმიტომ რომ იციან რომ ამის გაკეთების შემდეგ არავინ პროტესტს არ გამოხატავს, აქედან გამომდინარე მათ აგრძელებდნენ დღემდე იმ ბოროტულ ასე რომ ვთქვათ ნაბიჯებს, რაც ყველამ დავინახეთ, თუნდაც ეგრეთ წოდებული ციანდის საქმისგან გამომდინარე და არაერთი საქმეები, რომლებიც უფრო კომპეტენტური ადამიანები შეეცდებიან ამის ახსნას. და ორი შეკითხვა, რომელიც თქვენთან დარჩა, ეს ერთი ეხება საპატრიარქოს უშუალოდ თქვენ როდესაც ახსენებთ საპატრიარქოს, როდესაც ამბობთ აი ამ ადამიანებს, რომ თქვენ გულისხმობთ მთლიანად საპატრიარქოს თუ თქვენ გულისხმობთ გარკვეულ ნაწილს საპატრიარქოსი. აი ეს დავაზუსტოთ თუ შეიძლება. დიახ, მე ვგულისხმობ დაჯგუფებებს, არაერთ დაჯგუფებებს, ღმერთმა დაიფაროს, რომ მთლიანი საპატრიარქო იყოს, ანუ მთლიანი სამღვდელოება იყოს, ღმერთმა დაიფაროს ამისგან, მაგრამ სამწუხაროდ თუ კი არ გამოუფრიზდებით და ასე რომ ვთქვათ, პროტესტს არ გამოუხატავთ, სამწუხაროდ დედა ეკლესიის მტრები მოახერხებენ და ასე რომ ვთქვათ, მთელ ეკლესიას დაეპყრობენ. მე მინდა ყველას უთხრა და ყველამ კარგად გაითავისოს, რომ მე აქ ვდგავარ იმისათვის, რომ ჩემი ძმა udanašaolo ძმა განთავისუფლდეს და არა იმისათვის რომ მე ეკლესიას ვეცვი პირიქით ჩვენ ეკლესიას ვიცავთ აი იმ ადამიანებისგან რომლებიც აქ ამ შენობაში არიან ეს იმას არ ნიშნავს თუ კი საქართველოს საპატრიარქოში რომელიმე ან სასულიერო პირი მათ შორის ან საერო პირი თუ კი მუშაობს ეს იმას არ ნიშნავს მათ წინააღმდეგ თუ ასე რომ ვთქვათ მათ პროტესტს გამოხატავთ მათ მიმართ ზუსტად ის ადამიანები არიან რომლებიც ამ ორი წლის მანძილზე ზუსტად საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი ასე რომ ვთქვათ დახიეს უკან და ზუსტად ამ ადამიანებს აწყობთ რომლებიც საქართველოს საპატრიარქოში არიან აქედან გამომდინარე მე მინდა რომ ყველამ კარგად გაითავისოს რომ ჩვენ ვებძვით საქართველოს ეკლესიის მტრებს და მე ვებძვი იმ ადამიანებს ვინც ჩემი ძმა ბოროტულად საპრობილეში სრაწლით გამოგებეს ჩვენ ახლა დეტალებში ვერ შევალთ ფორმატიც არ გვაძლევს ამის საშუალებას და მაგრამ საზოგადოებას არაერთხელ მოусმენია ამ საქმის შესახებ მათ შორის ჩვენი გადაცემების საშუალებით მე ერთი შეკითხვა დამრჩა ახლა ამ წუთას თქვენთან ეს თქვენი აქცია არის უვადო ვიდრე დეკანოზი არ დატოვებს საპყრობილეს დიახ, ჩვენი აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ჩემი ძმა ხასუს udanašaolo ძმა, რომელიც თვითონ პატრიარქიც ამბობს და არაერთი ეპისკოპოსი, თუნდაც ის ეპისკოპოსები, რომლებიც საპრობილეში შედიან და გაოგნებულები გამოდიან საპრობილიდან, ჩემი ძმა, როდესაც მათ სიმართლეს ეუბნება, ელემენტარულად ესეც კი მოწმობს, რომ აქ არსებობს პრობლემები, რადგანაც როდესაც ეპისკოპოსები გამოდიან ჩემი ძმიდან, ჩემი ძმის მონახულების შემდეგ, არაერთი ეპისკოპოსი უთქვამს, რომ შვილო თქვენ იმის მოსმენა გინდათ რომ რაც ნეტა მე არ მომესმინა აქედან გამომდინარე ეს იმის დამადასტურებელია ზუსტად რომ პრობლემები არსებობს თუ კი პრობლემები არ არსებობს და ჩემი ძმა რაიმეს იგონებს თითოეული მათგანი თითოეული ეპისკოპოსი რომელმაც ჩემ ძმას მოусმინეს თითოეული მათგანი ადგებოდა და იტყოდა რომ ელემენტარულად დეკანოზი გიორგი მამალაძე ან იტყვება ან ცილის წამებს ვიღაცებს და ან ამ ცილის წამებით უნდა საკუთარი თავი რო გადაეჭრეს აქედან გამომდინარე მათ სხვა პოზიცია აქვს, რაც ადასტურებს იმას, რომ ჩემი ძმა არის udanašaolo და ზუსტად იმ ასე რომ ვთქვათ რაც გაიგო იმ პრობლემების შესახებ, ზუსტად ამ პრობლემების გამოირჩევა, აქედან გამომდინარე, ჩვენი აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ჩემი ძმა დაუყოვნებლივ არ განთავისუფლდება და ეს შეუძლია ზუსტად ამ შენობის შიგნით არსებულ დაჯგუფებებს, რომლებმაც სუსის მეშვეობით, რომლებმაც პროკურატურის მეშვეობით ჩემი ძმა udanašaolo ციხეში გამოკეტეს. მადლობთ თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თორნიკე მამალაძე ჩაგვეყო პირდაპირ ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, რომელიც აქციას მართავს უკვე ერთი კვირა საპატრიარქოსთან, მან კარავი დადგა საპატრიარქოსთან ახლოს. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ჰქონდა პოლიტიკური დებატები, გადაცემის ამ ნაწილში შევეხეთ ციანიდის საქმეს და პირდაპირ ჩართვას, რომელსაც ახლა უსმენდით ჩვენს აუდიტორიაში. გვაქვს მცირე დრო იმისთვის, რომ მოვისმინოთ ჩვენს აუდიტორიაში მყოფი ადამიანების მოსაზრებები. გთხოვთ, ვისაც გსურთ აზრის გამოთქმა და რა თემაზე კონკრეტულად.
პირველ რიგში მოგესალმებით, ვლადიმერ გოროზია, მე ორივე თემა შევეხები კონკრეტული ნაწილით. პირველი დაიწყო თემა ჟიელის საქმით, ან ბელგიაში სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით პოლიტიკურ თემასთან მიმართებაში. ნუ ზოგადად რო შეაფასა ორცებული სიტუაცია, ცოტა რთული პოზიცია, რთული სიტუაცია პოლიტიკურად, როგორც კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, იმიტომ რომ ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც თუნდაც გუშინ იყო განხორციელებული ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში ჟიელში, სადაც თავისუფალი ადამიანები გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს და ხელისუფლებამ აბსოლუტურად პირდაპირ დაკვეთით მიუგზავნა სუსის ეგრეთ წოდებული აგენტები. მე ესე დავინახე და ესე აღვიქვამ, იმიტომ რომ როდესაც ჟურნალისტი ეკითხება რასთან დაკავშირებით ხართ მოსული და ელემენტარულ პასუხს ვერ სცემს და თავკურდმოგლეჯი გარბის, ეს სხვა არაფერია, როდესაც ადამიანს აქვს განსხვავებული აზრი, ის თამამად ამბობს, რომ მე ვარ აქ ჩემი კითხვების დასასმელად მოსული და უნდა მივიღო ამ კითხვაზე პასუხი, თუმცა ქმედება სულ საპირისპიროს გვაჩვენებდა. ეს ერთი თემა. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, ხო, ზოგადად უკვე მართლა მოსაბეზრებელია, ყოველთვის კინკლეობა საუბარი იმაზე, რომ 9 წელი, 7 წელი. არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ სიტუაციაში ყოველთვის არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა უფრო მეტწილად, ვიდრე წარსული ხელისუფლებისა. იმიტომ რომ კონკრეტული ხელისუფლება არჩეულია იმისთვის, რომ არსებული სიტუაცია გამოსწოროს და რაც შეეხება ამ ფაქტს, ხო, მამალაძის თემას მე მინდა ერთ ფაქტს გავუსვა ხაზი, თქვენ გახსოვთ სასამართლოს პერიოდში პროკურატურის ოქროს მოწმე, რომელიც ირაკლი მამალაძე იყო, სანამ სასამართლო პროცესებზე გამოცხადებოდა, საზღვრები დატოვა გარკვეული დროის პერიოდში და მერე სანამ სასამართლო გაიმართებოდა, ისევ იქნა უკან ჩამოყვანილი პროკურატურის მიერ. ეს ბადებს კონკრეტულ ეჭვს, როდესაც არის თუ ვინმე ჩაიხედება კონკრეტულად საგამოძიებო უწყებაში, მარტივი მისახვედრია, რომ პროკურატურის ოქროს მოწმემ, მით უმეტეს რომელის მიმართაც არსებობს ეჭვის დონეზე რაღაც კითხვები, მან არ უნდა დატოვოს ქვეყანა და მით უმეტეს არ უნდა გადაკვეთოს საზღვრები და უნდა გასცეს ყველა პასუხს მანამდე, სანამ იქნება სასამართლოში დაბარებული. გმადლობთ თქვენი მოსაზრებებისთვის და ბოლო ნაწილი იყო ვარაუდი, ალბათ ასე შეგვიძლია აღვიქვა თქვენი მოსაზრების ნაწილი ასევე ციანიდის საქმესთან დაკავშირებით თქვენი პირადი მოსაზრება თქვენც გისმენთ. მადლობა რომ მომეცით ციტუს საშარება. პირველ რიგში მინდა შევერხო ალბათ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარებას. მინდა თქვა რომ ჩემი აზრით მე მინდა ქართული ხალხის სახელი მწუხარება გამოთქვა, რადგან ჩვენში ქვეყანაში შიგნით არსებული არეულობა უკვე ევროპის შუაგულშიც გავიდა და ეს პირდაპირ ვთქვათ რომ ეს სამარცხვინო არის ქართული ხალხისათვის. ეხლა ორი ბელგიელი რო გავიდოდა ქუჩაში და რო იკითხავდა რა ხდება, რა ხმაურია, ერთმანეთს ქართველები ურტყამენ ერთმანეთს პოლიტიკური არეულობის გამო. ეს სირცხვილია. მე მაგალითად მწვენია ამის გამო. ასევე მინდა სასამართლო საკითხთან დაკავშირებით თქვა რომ ახალი მთავრობა როცა მოდის, ყოველთვის ცდილობს რომ სასამართლო ხელისუფლება დაიქვამდებოს მან საკუთარ ინტერესებს გასატარებლად. და ამაში ცდება ყველაზე მეტად ნებისმიერი მთავრობა, რომ ქართველმა ხალხმა შეიძლება ბევრ რამეს გაუძლოს და ბევრ რამისთვის გაუძლია, მაგრამ უსამართლობაზე თვალს ვერაცოს ვერ დახვიჭავს. როცა მოვა, ამოგვივა ყელში და დაუდგებით ერთმანეთს გვერდში ადამიანები, ქართველები და სიტყვას ვიტყვით უსამართლობის წინააღმდეგ და უსამართლობასთან ბრძოლა, ქართველებს გვაქვს ამის გამოცდილება. ძალიან დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს იმისთვის, რომ იყო ჩვენთან ერთად 2 საათის განმავლობაში მომავალ შეხვედრამდე.